მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალზე უცნაური გადაცემა იქნება, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი, თერაპევტი, სახსრების ექიმი, პარაფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგი, ხაბატონი ნინო, რომელიც მას გადაწყვიტა ჩვენ რაღაც გვჭირს და აჩიმ გადაწყვიტა რომ ჩვენ რაღაც გვჭირს და მე ვითარება რომ ჩვენ რო ვერ მივდივართ ექიმთან გადაწყვეტა თვითონ პირველ რიგში ნინო მოვიწვიე როგორც ოჯახის ფსიქოლოგი, ან ბევრი მიმართულება აქვს ნინოს, მაგრამ აი მინდა რომ თქვენი ურთიერთობის ფსიქოანალიზი გააკეთოს, ეგ ერთი წუთი ჩემი ხმარისმოდა თუ ისმის. ხო, როგორც ფსიქოანალიზი მინდა რომ გააკეთოს მოკლედ თქვენი ურთიერთობის, ეგ პირველ რიგში და ნუ მერე მახარას პორტრეტით საინტერესო არის, როგორც არ ვიცი. და მე კიდე გავიგე რომ ხალხი ამბობდა რომ აუცილებლად ჭირდებათ ფსიქოლოგია. კომენტარებში უყურებთ. ხო და რატო გჭირდება? საიდან დავიწყოთ? მოდი თავად საიდან დავიწყოთ? როგორ გირჩევნიათ რომ მოგმართოთ? გიორგი 1 და გიორგი 2 თუ გიორგი 1 და გიორგი 2? რატო დაგუნომრე? მახარა და კალა. მახარა და კალა ჯობია, ხაბატონო ნინო, მაგრამ რატო დაგუნო? ანუ გიორგი და გიორგი ხო ხართ? თქვენ როგორ მოგმართოთ? ნინო 1, ნინო 2 თუ ნინო 1, ნინო 2? არა, მე ნინო 1. მახარა და კალა იყოს. მახარა და კალა იყოს. ხო, ჩვენი ეგო არ არის სამწყაროდ. კითხავთ კიდე. თქვენი ეგო სად არის ბოდიში ან მაღლა? იცი რა არის? მარტო ჩვენ არ გვჭირდება ფსიქოლოგი. ხო. ხომ გავცვალოთ ადგილები. ხო, მაგათო მე კლასიკურად რო ვიმუშაოთ თუ გინდა ფსიქოლოგიის ამბავში, გავცვალოთ მე და შენ ადგილები და თქვენ დაჯექეთ როგორც წყვილი. მოდი. აუ ესე ვიტომ ესე მოდი. არა ნაჩხუბრები ვართ ოჯახში განხეთქება გვერდზე ვერ მიუჭირდება მით უმეტეს ნაჩხუბრები მაინც ერთად ზიან მისტერ და მისის მოდი გალო რა გეუნები გარისკენ ახარ მიდი რამდენჯერ უნდა გითხრენ საინტერესო ფორმატი იქნება არა ადგილები გაუცვალეს ნინო უბრალოდ და თუ გინდა სკამი ახარას ადგილს უსვლი ახლოს მიუდგი ხო მაყურებელს კონტექსტი რო აუხსნათ კიდევ უფრო კარგად ნინო ჩვენი ერთგული მაყურებელია ჩვენი პოდკასტის და ასევე თავის YouTube არხიც დაიწყო ნინო კერესელიძე რომელიც შეგიძლიათ ნახოთ პირველი ეპიზოდი კვეთა და ასევე მე მინდა აღვნიშნო სანამ გადავალ სესიაზე უშუალოდ ხონერულ არაფერი არის მართლა მინდა რომ აი ძალიან მიხარი რომ ჩვენი სტუდია ისე არის კეთილმოწყობილი რომ ხმაზე რა გშირ შეჩება დაკაცდი რა ჩვენთან აღარ ვარ მართლა რა გშირ იღრიალე მოკლედ და უკვე მეორე ეპიზოდია ნომერ პირველ იუთუბერ საქართველოში სტუდიაში ამინდის პროგნოზი ანუ გარეთ რა ხდება სტუდიაში თორჩან ძალიან მიხარია და გილოცავ ხალხი კონტაქტიდან წავიდა და შენ რომ აი ეს ძალიან მიხარია ვაფშე მაგ პინგვინზე ლაპარაკი მინდა უნდა ვაგინო რა პინგვინს ხო კაი ნახე ჩემი თავიდან ბოლომდე ხდა პინგვინი არის საგინებელი და მე გეტყვით რატო რა რომელი პინგვინი რომ მიდიოდა რომ მიდის მაგას ის HDMI ის ხარ მოგიტანიათ სახე რომ უნდა ჩაყო და ეგრე დაწვით თუ არა მოიცა არა ესო რაღაც ეგ მასაჟი არა ისა აი რაღაც და ის კამეროა რა წამოსაწოლი დივანი აი მარტო თვალებს რომ მოძრავებ არა ეგ გასაკოჭის კამერა საიდან იცი ეგ შენ რა მე გორში გავიზარდ სამყოფაში გაქნება ტელევიზორს ეგრე უყურებდა მაგაზე იწვა ხოლმე და ისე უყურებდა სახში მქონდა მოპარული კითხავთ რა ძალიან დიდი ხნის ეს არის ოცნება რომ კითხოთ ეს რა ხდება თქვენთან როგორ ახართ ერთმანეთის მიმართ ემოციურად ერთმანეთის მიმართ ხო არა ჩვეულებრივად რა არა კაცულ კითხვებს გვეკითხეთ რა ემოციურად კაცები მაქვს ემოცია არ აქვს რაღაცა დიდი ხანია რომ უყურებ სუის განცდა მაქვს რომ აი ორივე ხართ ერთმანეთის red flag-ები ან სრულიად საპირისპიროები ესეც მე ვარ ერთმანეთის მახარ ის red flag-ია ანუ ჩემი red flag-ი არის კალა ხო ყველაფერი აქვს შენთვის red flag-ია და პირიქით ნუ ძალიან სიმპათიური ფსიქოლოგი ხართ დაახლოებით იმდენი ხანი რამდენი ხანით შენ დადიოდი გორში საავადმყოფოებში რომ ის გამოქონდა რა ქვია უფრო მეტია საჭირო ხო 32 წლის ასაკში მეტი ვერ იქნება კალა ჩემი red flag-ი ფიზიკურად ვერა ანუ კარგი ადამიანია რა ეს ყველაფერი პროსტა შოუ იმდენად შეგვითრია რომ უბრალოდ შოუს ნაწილი გახდა რა მაგრამ ნამდვილი არ არის რასაც მე ვუნები ხოლმე არა შეჭმა რანაირად
არა, ბიჭო, ხო და აი მანდ უკვე გარჩევარ, ეხა დღეს რომ მოგწერე, ეგ ნამდვილი იყო. რა მომწერე, ამოვანათოთ მაშინ და ხო ეგ მეც ვნახე. ხო. მოსვლის წინას თორებს უყურებდი. არაჩვეულებრივი მესჯები მაქვს მიღებული ეს პერიოდი, რომ გიორგი აბა შეინც და გამომხნევებელი და მახარამაც არ დააყოვნა და წვერი ბაიპარსე იყო მისი მოწერილი. და როგორ იგზენი თავი? ეგ რო ნახე. გამეცინა ეგრევე რა თქმა უნდა. ამისგან ეს love language ამის ეს არის რა. ანუ მე მეუბნები პრობლემას, მეუბნები. Red flag რატოა? და შენთვის მისაღებია რომ გაგინებენ? მაგინებენ არა, გინებ არ არის. აუ ეგ რანაირად დასუკე. გააჩნია ვინ არის. არა, გააჩნია ვინ არის რა. ვინ ეხა აჩიკო რომ მომწეროს რომ წვერი გაიპარსე ესეთო და ისეთო გამიკვირდება და დაურეკავ რომ აჩი ხომშვიდობაა. რა ხდება კოლბა გატყდა გამოხვედი მან კოლბიდან და მახარა რომ წერს ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ეს მისი სიყვარულის გამოხატულება რომ კაი მიხედე ხა. ხო არ გეტყვის ვაიმე გიორგი. ეხა პირიქით რომ იყოს ამ რომ დამიწყოს გიორგი აბა. მოვიტყვი რომ მახარ ხო კარგად ხარ. კოლბაში ჩაძვერი? ხო და ამიტომ ანუ ადამიანებისგან სხვადასხვა ადამიანებისგან სხვადასხვა რამეს ხარ მიჩვეული. ანუ სასიამოვნოდ განიცდება. ბიჭო, გეორგი, მაგრამ არა კაცო უკითხებ. კი. თუ იმას ვიტყვით რომ გამეცინა ეს ყველაფერი სასიამოვნო შეგრძნება იყო? კი, იმიტომ რომ პოზიტიურად მიიღე აბსოლუტურად გამეცინა და გავსთორე პირიქით. ისე რომ დაიმახსოვროთ toxic relationship-ის ერთ-ერთი ნაწილია ეგ უკვე. რო შეურაცხყოფები მოგწონს? ტოქსიური ურთიერთობაში მე მგონი ხართ ერთმანეთთან, რას ფიქრობთ? ტოქსიური როგორია, იცი? თა რო გიყვარს და თა რო გძულს. ჩვენ საღამოთი ერთად არ გვძინავს. მე მინდა ეს დავძინო. მარტო მხოლოდ ღამით. ეგეც რო გაითვალისწინოთ ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ რაღაც ისე მიდის საუბარი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაპობთ და არა. გოსი არაფერი. აბრაც კი? ხო. ძალიან მშრალი ურთიერთობა. არანაირი სისველე. სექსუალურ ურთიერთობაში სისველე მარტო აჩიკოსთან. Red flag-ებზე მაინტერესებს რა, ჩვენ რო კამათობთ ხო, ალბათ ეგ გულისხმებოდა რომ რაღაც შეხედულებების მიმართ გვაქვს, მახარა რომ ფიქრობს რაღაცა რო ასია, მე სხვანაირად ფიქრობ ხოლმე. ხო, და განსხვავებული აზრები ხო გაქვთ. მაგრამ რაღაც საერთო წერტილამდე მაინც მივდივართ მაგ განსხვავებული აზრებში. მთელი ქვეყანა რო ეგრე მიდიოდეს, ეგრე კამათში, ალბათ ჩვენ ვიქნებოდით დღეს ბრატისლავა. ბრატისლავა ძალიან კაია. ვიცი, ძალიან კაია და მაგიტომ კარგი ქვეყანა ვიქნებოდით. მან კიდე მეორე ამბავი რა არის, თუ კამათში ხარ და ეს კამათი არის სასიამოვნო და იბადება რაღაცა კარგი აზრები და საერთო მიზნები, ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ყოველთვის არის ხოლმე, რომ ჯერ კი ნკლავთ და მე რაღაც განათდება და კაი აზრები მოდის, ეგ არის toxic relationship-ი, რომ თან ერთმანეთს ვწამლავთ რაღაც პონჩი. თან ერთმანეთთან კარგად ვართ და თან რაღაც მომენტში გვკმენთ ხოლმე. ეგ არის toxic. თან ერთმანეთის გარეშე რო არ შეუძლიათ და თან ერთმანეთთანაც რო კი ნკლავთ. წამალი ხო არა გაქვს რომ გამოგვიწეროთ. რამე წამალი. მე საერთოდ მე დღეს მინდოდა ჩემ პრობლემებზე საუბარი. ანუ მე არ ვარ შენ ანუ ესე ხე გამოვიდა რომ ანუ ჩვენი პრობლემა არ არის? კალა ანუ ჰა? კალას რაც ჭირს. აი ესე იცის ხოლმე. მაგას როგორ უშველოთ და მე ეს ფოთლები რომ ხვდება, კალდის როგორ მოიგერიოს? აი მაგებს როგორ უშველოთ? ჩვენ ურთიერთობა რა ძალიან გთხოვ რა ხანდახან მეც რამდენად სწორია რომ ადამიანები რომელსაც პრობლემები აქვთ ამას არ აზიარებენ და ებრძვიან მარტო. ხო, როგორც წესი ეგ არის ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება ადამიანმა ქნას, იმიტომ რომ თუ კი მართლა მარტო ვრჩები რაღაც პრობლემასთან, ეს პრობლემა იზრდება, უფრო დიდი ხდება და უფრო საშინელი ხდება. შესაბამისად, როცა ვაზიარებ, კარგად თუ ცუდად უკავშირს ვიღებ. და ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ხო, აი გამხნევდი რაღაცა კარგად იყავი, ან ვიღაცები მართლა ეხო ტრაფარეტია, მეტი არაფერი, გამხნევდი, ხო არ არის. ცოტა სისულელე მგონია მე პირადად. იმიტომ რომ მე შენ გვერდში კარგად იქნება. რა შეიძლება ეგ ადამიანი, ანუ ეგ არის შენ ემიჯნები იმის პრობლემებს და ტრაფარეტული რაღაც სისულელე. ხო გააჩნია. მე მაგ სიტუაციაში მაქვს ერთი ჩემი ძალიან ისეთი კარგი მექანიზმი რა. ვეუბნები რომ რა შემიზღნია, მე გავაკეთო შენთვის. და ეგ არის როგორი რაღაც ის რომ მე ვზრუნავ შენზე. თან ძალიანაც არ გაწვევი, მაგრამ თუ დაგჭირდება დახმარება აქ ვარ. და ეგ არის მგონია ყველაზე ერთ-ერთი კარგი ფორმულა რა. ნებისმიერ სიტუაციაში როცა ადამიანს ტკივა ცუდად არის რაღაც აწუხებს ხო ვკითხო რომ მე რა შემიძლია გავაკეთო შენთვის ოღონდ ეს უნდა იყოს გულწრფელი კითხვა რა თუ ეხლა მე უბრალოდ ვეკითხებ იმიტომ რომ კაი ტიპი გამოვჩდე ხო ეს ბუნებრივია არ იმუშავებს მაგრამ თუ კი ადამიანს როცა ძალიან არ არის კარგად უგზნობ რო არ არის კარგად და ვეუბნები რომ აი აქ ვარ შენ გვერდში და რაღაცნაირად დაგეხმარები ეგრევე იმაში
ჩდება ესეთი ემოციები, რომლებიც იწყებენ რას? გამოხატვას ერთი და უჩნდებათ სურვილი რომ თქვან და გააზიარონ, მეორე უსაფრთხოება ექნებათ და უსაფრთხო გარემოს განცდა მოაქვთ და მესამე რაც მთავარია, ხვდებიან რომ პრობლემაში არ არიან მარტოები და ყველაზე მაგარი არის ეგ, როცა ადამიანი ხვდება რომ მარტო არ არის იმ ამბავში და მარტო მაგას არ ჭერს ეგ. შენს რო ელაპარაკე შენ პრობლემებზე რომ საკუთარი თავი დაინახა ძალიან ბევრმა თურმე מחარასაც აქვს და გიჟები არ მიჩენია მაინც მარტო მოვაგვარო ხოლმე რა. იმიტომ ეს გეტყობა როგორ იმიტომ და მე თვითონ ეგეთი მე შეჩება. იმდენად თუ ცოდინარია რომ უფრო ნერვებს გიშლის რა, გარემოცვას ვიძახი. ანუ გარემოცვა უნდა შეცვალო מחარ. ვერ შეცვლი გარემოცვას. როგორ? იმიტომ რომ ახლო წრე არის და მაგას ვერ შეცვლი. ოკეი. დაიმატე, ანუ ისეთი ხალხი დაიმატე შენ გარე. არავინ არის ეხა რომ ეუბნები რომ ფოთოლი მომხდა და კანდის დროშისა გეშინია გეუბნებიან. გონზე არ არის რა. კითხავ რა, ვინ გეუბნებოდა რაღაცებს მაგას? იცი რა არის ეს ხვებოდა სასაცილოს და მაგიტო. არა, ეგ ხო, მაგრამ ზოგადად უარესები უთქვამს, ანუ ამის ხო რომ მაშინ გასაგები ყოლა. მაშინ რომ მოვყევი, ვაფშე არ მიმიღა რეაქცია რომ ბაზარი არა, ეგეთი. იცი რა არის შენ რო არ ყვებოდე სხვა ისტორიებსაც. აბსოლუტურად აბსურდულს და აბსოლუტურად აბსურდული მიმართულებით და მე უცებ გამოხვიდე და როცა არის ეს ყველაფერი გაგრძელება იმისი როცა შენ და შენს მაგაცები ისვენებდით ზღვაზე და შენს მაგაცმა რაღაცა გაკეთე მე ყველა შენს მაგაც დავუშვით აი ამის მე რო ყვები მაგას კომიკურია რა შენი ისტორიები კომიკურია და მაგიტო თორე შენ რო სხვანაირად მოყვე მე აბსოლუტურად სხვანაირად მოგისმენ არა ეხა იუმორით მე გაკეთებდი სხვანაირად რომ ეყოლა ანუ მოусმენდი უფრო გულისყურეთ როგორც მინიმუმ და თუ დაჭირდებოდა ჩემი გვერდში დგომა მაგ მიმართულებით დავეხმარებოდი ყველანაირად რა. ოკეი. ტრაფარეტულად არა, იმიტომ რომ მეც ყოფილან ადამიანების ტრაფარეტულად უთქვამთ ეგ რომ აბა დავაი მიდი შებერე. ხო ხდები მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც მზად არიან რომ მოგისმინონ. კარგი მსმენელი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია რა, რომლებიც შეიძლება საერთოდ ხმა არ ამოიღოს, მაგრამ სახის ექსპრესიაზე შეატყო რომ მას ესმის ეს ყველაფერი ტკივა და შენთან ერთად განიცდის და შენთან ერთად ვიღაცა რომ განიცდის, სულ არაფერი არ გითხრას. ეგ უკვე მნიშვნელოვანია. და როცა გეხმარება და რაღაც ისეთებს იმეცადინებ. მაშინ ის იყო თქო, მაშინ მინდოდა თორე. ეხა ყვები მეც იუმორით, იმიტომ რომ ხო, ეხა გადავსახე სიგიჟია. მაგრამ მაშინ მიჭირდა, ანუ ვერ ვიგებდი რა ხდებოდა რა. ეხლა აღარ გრძელდება? ეგეთი შე. ეხა მართლა თუ მესვრიან თორე. შეიძლება ის აღარ დავიჯერო რა. ეს იყო 7 წლის წინ, 8 წლის წინ და იმის საიდან მოვიდა ეგ? არ ვიცი რა. აი ეს ვიღაცები რომ ყვებოდნენ მაგეებს, მეც ეგ ტიპი ვიყავი, ვინც მე არ მევასებოდა. მეთქი გიჟია просто აი ღამე რაღაცე გულისაშკა ნერვოზულია და რაღაცე ვერ ვიგებდი რა არის ნერვოზული არა რას ქვია ნერვოზული შეგიძლია გაიხსენო აი სუპირულად როდის დაგემართა ეგეთი ტიპის შიშე მაშინ პირველად ეს ეკლესიასთან რო გაიარე და ნეკაჩხლის ფოთოლი ჩამოვარდა მაშინ მანამდე არც მქონია არც ვიცოდი რას ნიშნავდა საერთოდ ეგ სფერო ვიღაცებისგანაც არ გამე რაღაც მაშინ იყო პირველი რა გინდა ნახოთ რა არის ეგ ვიპოვნოთ რატო გაკ რატო გაჩნდა იქ და მაშინ ეგ შიში როგორ ავიპოვოთ რამე დეტექტორი უნდა ილაპარაკო და ექსპერიმენტი გავაკეთოთ თუ გინდა 1-2 წუთიანი მიდი არც კი ოკეი კარგად დადე ფეხები მყარად დახუჭე თვალები გიგი თუ რა მომივიდა კი იცი უბრალოდ დახუჭე თვალები დააკვირდი შენს უმთქვას რამოდენიმე წამი ეცადე რომ მაქსიმალურად მოდუნდე და იგზნო სხეული შენი სხეული კანში გნით დააკვირდი რა ხდება ეგ ვერჯერ მქონია რა ეხა დააკვირდი ანუ კაინდან გამოვდივარ ხოლმე მე მოგიყვები მაგაზე ძალიან ძლიერი ფუნქცია ასტრალში რო გადიხარ დააკვირდი შეგრძნებებს განცდებს და გაიხსენე ეგ ამბავი რომ მიდიხარ და ნეკაჩხლის ფოთოლი რო ვარდება და სხეულში სად გაქვს იმპულსი რა ნაწილი არის სხეულის რომელიც იმპულსირებს მუხლები ოკეი ანუ რეალურად შიშია და მუხლებთან როცა მოდიხარ კონტაქტში რამდენი წლის ხდები პირველი ციფრი მითხარი რაც თავში მომდის 3 ოკეი 3 წლის ასაკში იცი რა ხდებოდა შენთან სახში აი ეგ საგიჟეთი შიში ანახე თვრალი ხალხის შიში ოკეი ეხა გაიხსენე იქ რო გაიარე გარშემო მე ვიცი რომ ზიან ადამიანები რომლებიც ზოგი მოწყალებას ითხოვს ზოგი მთვრალები არიან გარშემო ხარ დაგინახე იქ ვინმე ეგეთი ან ყვირილიან რაღაც ხარ ქონია განცდაში გაიხსენე უბრალოდ ძაღლთან ერთად ტიპი შავი კურტკით რომელსაც ჭუჭყენი აქვს ეს კურტკა და მთვრალი კაკას მიწის ქვეშ გადასასვლელის კიდეზე იჯდა
ნახე რეალურად 3 წლის ასაკში განცდილი შიში განგიახლდა კიდე. რეტრაუმატიზაცია მოხდა, დაიმეჩა ეს ორი მდგომარეობა. ქართულად ვიტყვი. დაემსგავსა ერთმანეთს და დაკავშირდა ერთმანეთს და სხეულის რეაგირება იყო პანიკა. თორე 3 წლის ასაკის ბავშვი ვარდება პანიკაში, როცა ხედავს მთვრალს, ან როცა ეჩხუბებიან, ან როცა ხმაური ესმის. სულ ვიძახი, რომ ისე პატარა ბავშვი ვარ მე, კი? ხო, იმიტომ ის ტრაუმები გმართავენ ჩვენ. ანუ რეალურად ჩვენზე მუშაობს ის ყველა გამოცდილება, რაც გავიარეთ და რაც ვერ გადავხარშეთ, რაც ვერ გამოვთქვით, რაც ძალიან მაგრა გვეტკინა და აქვე მართლა კომპლიმენტი მინდა გითხრა, რასაც ვხედავ ესეთ ეკრანს მიღმა. ეგ ბავშვებთან სუპერმამა ხარ შენ. ხო, აი ხა ეგ მეკითხა, ბავშვებთან როგორ ნაქვნა თუ იგივე არ მოუვიდეს. მხარდაჭერა, გაზიარება, უნდა იცოდეს ყოველთვის, რომ უსაფრთხოა მისთვის მშობელი. ეს რას ნიშნავს? ნებისმიერ ამბავზე უნდა გქონდეს ბავშვს საშუალება, რომ მოვიდეს და გაგიზიაროს, რომ აი დავაშავე და დამეხმარე. და არა ის, რომ დამსჯიან. ხო, და ეგ ძალიან მაგარია. ეგ არის ყველაზე მაგარი საპორტი, რაც შეიძლება გააკეთოს მშობელმა შვილისთვის. დაახლოებით 11 წლამდე ბავშვს არ ემართება არაფერი თავისი. ახლა გაციებაზე არ ვლაპარაკობ. თუ კი არის აქ ასთმები, მუცლის ტკივილება, ჭიებს რო ვეძახით. ეგეთი რაღაცები როცა ემართებათ ბავშვებს, უმრავლესი შემთხვევა მაგისი არის ფსიქოემოციური, რაც არის ნერვოზები და შფოთვითი. ხო, სულ ჭიები მყავდა, სულ რაღაცა მჭირდა. მე ბავშვობაში ახლა ის იყო კრუნჩხებში ჩავარდი რა, ეპილეფსია ქონდა? სახსრების ის ქონდა. სახსრები ჩამეკეტა პროსტა. ხო. ანუ ვეღარ ვიშლებოდი, დილით რო გავიღვიძე, პროსტა ვეღარ ვიშლებოდი. რამდენი წლის იყო? აი ხა მაგაზე იმ დროს ფიქრობდი, რომ ეგეც პანიკური შეტევა ხო არ იყო თქო რა. შეიძლება იყოს შფოთვითი. მაგრამ მე მიმკურნალეს მაგაზე, რომ გულის სარქველის შესაძლებლობა რამაც გამოიწვია, გლანდები ამომაჭრეს ადრეულ ასაკში რა გოლში სადღაც იქ პადვალში. მე ხო ვერავ. ძლიერი სტრესი. ხო და ოღონდ დაჭერილზე აი მენა გამოწეულ გლანდებს ხედავდი რომ აჭრიდნენ რა. ხო და მეორე თუ მესამე დღეს დავემართა ეგ რა და მაგას ვფიქრობდი რომ ეგ თან დედაჩემი ძალიან ემოციური არის და ვერ ვიხსენებ იმდენად ემოციურად ყვებოდა ხოლმე რაღაცებს რომ ვერ ვიგებ მანდ მართალი რა არის რა ანუ რაციონალურად არაფასებდა შვილს რაღაც საჭირს და უტრირებულად ყვებოდა რაღაცებს და აი ხა ვიხსენებდი რომ ეგ მომენტი რა ხდებოდა მანდ რა რომ ეგ კრუნჩხებში რო ჩავარდი მართლა სახსრები გამეჭირა თუ პროსტა აი დილით რო დგები და ვაიმე დამეხა ხელები დაბუჭებული სხეულმა შეიძლება შეწყვიტა უბრალოდ იმ წუთას ფუნქციონირება ეს რბილად რო თქვა რა რაღაც მომენტში გაჩერდა და სტუპორი დაემართა და ემართება ეგ ძალიან ძლიერ სტრესზე და თუ კი მართლა იმის გარეშე გაიკეთე გაუმტკივარების და ყველაფრის გარეშე ხედავდი ამ ყველაფერს ეს იმახალებდა ხელს აი ესე იყო ზუსტად ეხეს გაკოჭილი არიყავი რა აბავდნენ ხელს თვეჭირე ბებიაჩებს ხო რამდენი წლის ხარ 5 ხო აი ძალიან პატარა პერიოდზე ამბობ რა როდესაც აღქმა არის კარგად ჩამოყალიბებული ზუსტად მახსოვს რომ აი ეს იმიტომ ამითი ვხედავდი რა აი ახაც ვხედავდი ეს ხელი აქედან რო იყო ეს გლანდები რო გამოდიოდა აჭრიდან იმას ხედავ რომ ჩააგდო ჭიქაში ეგეც დავინახე ჭიქაში რა ალუმინის ხო ანუ ეგ არის ძალიან ძლიერი ტრიგერი რეალურად რა და ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება განმეორებადი იყოს ემოციური ფონი თუ კი და ოპერაციებსაც ვესწრებოდი ხოლმე რა ოკეი ბავშვობაში რომელ ოპერაციებს ესწრებოდი ბებეში მუშაობდა ხოლმე საავადმყოფოში გიგანა ხო ღია ტრეპანაციას ესწრებოდი თავზე თან იპარავდნენ ესენი იმას ოპერაციას უკეთებდნენ რაღაცები გამოგქონდა საავადმყოფოში და იმდენად მაინტერესებდა ხოლმე მაგ კი ვისტრესებოდი მაგრამ იმდენად მაინტერესებდა ხოლმე რომ თხოვდი ხოლმე რომ თან ის ექიმები ძახს რომ ბავშვს თუ უნდა დაესწროს რა და ვიდექი ხოლმე გაყურსული ბრმანაწლავზე აი უცებ იქ თუ ვიყავი საავადმყოფოში და პაციენტი შემოიყვანდნენ ხოლმე იგივენაირად ვემზადებოდი მეც როგორც ექიმები და ველოდებოდი როდის დაიწყებოდა ერთხელ სინკარი ქონდა და ხო და მე შემიყვანდნენ ხოლმე სამოჭრილი რაღაცები როდეს სამწრე ბანკებში იყო ხოლმე ჩალაგებული არ ვიცი და იმაში ხო ვიცი დახუფული ხო საჩვენებლად რაც საჩვენებლად და იქ ვათვალიერებდით ხოლმე მას რამდენი წლის იყო ეგენი არ მოგიპარავს არ გვინდოდა რა გვინდოდა ხო არ და შაუბაზარზე იცი რა მაგარი მოთხოვნა მართლა მაშინ არ იყო შაუბა ყველი ჩვენი არ გვინდოდა მე-15 სამტრიაში ჩახუფული ხო და ის იყო ხოლმე და კიდე დიდი გავლენა იმოქმედა ეგეთი სერიალი იყო ხოლმე X-Files გახსოვს კი აი ისეთი რაღაცები იყო ხოლმე რომ იქიდან რაღაცები ეხაც აი რაღაცებს რო ხედავ სტრესავდა ბავშვობაში სხვადასხვა ეჭი
სერიალი. მაგას შეზღუდო ქონა ასაკ. აი ესე უყურებდი ხოლმე, მაგრამ აი ეგ პირველად რუსთაველმა რო დააწერა და რაღაცები იმას, მეთქი ესენ რეებიათ უნდა. Кайხანი არ ეწერა და X-Files-ი და ეგეთი სერიალები და გადიოდა ხოლმე ხვდებოდა ბავშვებს. ძალიან სტრესავდა მე. რაღაც ისეთი სტრანად იყო ხოლმე, რომ იმიტომ რომ ფსიქიკას ძალიან ცუდ დღეში აგდებს, იმიტომ რომ ძალიან მყიფია. ფსიქიკა ქალბატონინო. ტაბლეტი მომეც. თერაპია. აი საქმეც ეგ არის, რომ ჩვენ ქართველებს გვახასიათებს რა ყველას. მომეცი ტაბლეტი, ხვალ კი არ მინდა ვიყო კარგად, გუშინ მინდოდა რომ კარგად ყოფილიყავი და დაგაგვიანდა უკვე. ხო და არ მუშაობს ეგ. ყველაფერს სჭირდება შრომა, თერაპიაში ძალიან ხშირი კომუნიკაცია. აი დიდ სიმწვანეში რომ ჩავჯდე ხის სახში, არ მიშველის? ის თუ გექნება ხის წამოდი ცეცხლის შესაქმრები კი? არა, იქ უნდა ავაწო. წამოდი ბუხარიც მაქვს, შენ სესტმაკრიც მაქვს. ბერებად რო აკეთებია ხოლმე. შეჭმე გავიდი და ეხა სიმწვანე დაარტყამსთან და ჩემი ეზოში იქნება, არ ვიცი რა. ან თან ერთად მიდიან წარმოიდგინეთ. ეს კაჩალკები ანუ დავიწყო. ბიჭო, ამდენი ეკაიფე ხის სახლს და ეხა პირველადაც მოგაფიქრდა თერაპიაზე და ისკეიპიზმზე იყო, რომ მოდი ხის სახლში სიმწვანეში დავждები და არ მე გუშინ სურათი გადმოვწერე, რომელიც შეგიძლია რომ აჩვენო მე ხალხს ის ხის სახლი რა. მორები ძალიან ლამაზებია ეხა ეგენი. მინდა რომ მაგაში ვიცხოვრო რა. მე კიდე რა გამახსენდა, იცი შენ რა ახსენე რა ხის სახლში წავიდეო, ანუ რამდენად უსაფრთხო ადამიანია მეთქი შენთვის კალა თქო, რომ ეგრევე ხის სახლი და კალა გახსენდა. კალა idеალური ადამიანია. ხო. კალსგან შიშს ვერ იგზნობ. აი ესეთი მინდა რომ ავაწყო. აქ არ დაგემართება არაფერი, არც დეპრესია, არც შიში. აუ, კაი რა, ანუ ძალიან კაია ეგ. ეგეც ვეთე მეც ანუ ნათვალიერები მაგ და აი ეს ვისვენებ რომ უყურებ მიწის ფართობი რო ისვენით, მეგობრებო, ბოდიში უცებ დავძენ, შეწყვიტეთ მიწის ფართობი აღარ არსებობს. გაიყიდა ყველაფერი. აზრი აღარ აქვს, ტყუილა რეკავთ. თუმცა დაელოდეთ ახალ ამბავს. ყურადღებით იყავით. ხო და აი ეს მინდა რომ აი მანდ მინდა რომ ჩავჯდე რა. და არც ფული მინდა, არაფერი არ. ხო, გიშველის ეგ მაგარია. ეგეც სახში რო მინდა რომ მოვიყვანო და ჩემი ტიტრი და სათბური მინდა გვეძებოს და ცუდი მებაღე, ახალი არხი ილონჩება, მეგობრებო. აი მე არ არნებებს თავს. აი ისეც მეგობარო, აი ეხა შეიძლება თქვი რომ ჩემი თუ მირჩევნია რომ ებრძოლო ამ ყველაფერს. როგორ გონია? სწორია ეგ? ბიჭო, რატოა სწორიც რომ გარემოში რო ყვები, აჰა, ვაი, ვიში და აი ეს ჭიანჭველა უნდა გაიწელოს და მე ფართო მასშტაბზე უნდა ვებრძოლო ამას სწორ ადამიანთან ვერ მიხვედი ვისაც ეთყოდი ხო? აი ხო მივხვდი რომ 3 წლის ასაკის იყო თუნდაც იშიში. ორ წამში თან. არა, მივხვდი ხო, მაგრამ მაშინ სტრესში ვიყავი როცა დამემართა. მაშინ ღამეებს ვათენებდი. ხო, ბუნებრივია. სამსახური თან მაშინ სხვა ამბავი ხდებოდა რა, ეხლა პროსტ კადრში ვერ ვიტყვი. ხო და მეუბნები რა. აი, ედა. ანუ რამდენი რამე ხდებოდა ეხა მივხვდი. ხო და აქაც რთულია რა, მაინც რაღაცა გემართებოდა. ეხა ნორმალ, ეხა ეს თვალისწინება მაწუხებს პროსტა რა. და ვერ მივედი ექიმთან. აუ რაღაცა კითხო, რა არ გინდა რომ დაინახო? უცებ მითხარი. ჩემ შულს მამა როგორ უკვდება? ოკეი. თავისთავზე იფიქრა, ვითომ შვილიო, მაგრამ აი. ოკეი. ეგ არის პირველი. იმიტომ რომ იმედი არ მაქვს რომ ვინმე ეგრე დაიცავს. აუ მესმის. ეგ ძალიან ნიშნულოვანი რაღაც ამბობ, რაც ალბათ ყველა მშობელს მეტნაკლებად უჩნდება, როცა შვილი ყავთ. ხო, ანუ იმის გამო კი რა მე მოკვდები. იმას ვერავინ დაიცავს. ეგრე მგონია მე რა. მან მეორე რაღაცას გკითხავ რა. ხო გაგანცდა რომ მას შეუძლია თავი დაიცვას უკვე. კი. ხო, ანუ უკვე ძალიან მაგარი ნაბიჯია. ნახე რასაც ინვესტირებს შენ. რა უნდა დახარჯოს მაგაში, როცა მე შემიძლია ვიყო და მე დავიცვა რა. ოკეი. იმიტომ რომ მე არავინ მიცავდა. ხო და არ მოკვდები კაცო, מחר ნუ გეშინია. არ მოკვდები არა, პროსტო. ნეკესხის ფოტოს გადაურჩი, შეჩემე რა მოკლავს. ნეკესხის ფოტოს გარა ისეთ რამებს აი. ხო, არა. კისლატა შემისხია. შენ ტრავმაზე ვიხუმრე, ხوار გეწყინა. არა, შეჩება ამეწყინა. ეგენ გავლილი მაქვს. ნომიცოდინებია ეს უკვე ბოდიშებს გიხდეს. არა, გავლილი მაქვს ყველაფერი და მესმის რომ ხანდახან ადამიანებს არ ესმით რა და სწორიც არის, იმიტომ რომ არ გვაქვს ქვეყანაში ეგეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ ვიждდეთ და სხვის ფსიქიკაზე ვიფიქროთ, რომ არაფერი დაუზიანოთ. იმიტომ რომ გვიწევს მთელი ცხოვრება ჩვენ ფსიქიკაზე ზრუნვა, რომ ჯერ გადავრჩეთ და მე მენტალურად გადავრჩეთ რა. საერთოდ ნახე რა არის 90-იანებში დაბადებული ხალხი, ვართ ხალხი, ვინც უნდა გადავრჩეთ.
მართლა ბრძოლა გადარჩენისთვის არის და პლუს მაგას ესე ქვეყნის მასშტაბით რო შეხედო ჩვენი ქვეყანა თვითონ არის რაღაც მომენტში პანიკური შეტევების მქონე ქვეყანა ნახე რაც გავიარეთ და როგორც მივდივართ რა ანუ არაფერი სტაბილური არ არის სურყევებშია და სუ ისტერიკა აქვს ქვეყანას მე დავადგინე რომ ჩვენ აი ხო იზახარ ჩვენ ქვეყანას ეს თაობა უნდა მე მგონია რომ არაფერი არ გვეშველება არ ერთი 20 თაობა უნდა კიდევ მე მგონია რომ აი სამყაროთ შეიძლება თორე რაც ვართ ეგენი ვართ მანდ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება რა ხო აი ეხა ჩვენ ესენი წავლენ და აზრი არა აქვს იმიტომ რომ მე ხანდახან ისეთ რამე დამარწყავს ხოლმე აი რაღაც საკითხებში რომ ვითომ დიახ ესეა რატომ ურტყავთ მე ისე დამარცხ რატომ ურტყავ ბიჭო გაიგე აი როგორ ხდება რომ გინდა ურტყა აი საშინელებას აი რო ვერ აგებინებ სიტყვითა და აი რო აუხსნი და განა ის ცოტა მაინც რო დაგანახოს რომ შემოვიდა შენ როგორ მესმის შენი არც მიხსნა რა მე ესე ვფიქრობ მაინც რო გითხრა აი კედელი რო არის სუფთა კედელი რა აი ესე რო შვები თავს რო ურტყავ მანდ უკვე გინდა რომ ზიანი მიაყენო რომ შენ გაისწორო იმას არაფერი არ ეშოვა მაგრამ შენ გულს მოფხანო რომ იმას ურტყავ უკაცრავად მალე ამთავრებთ ანუ მე ჩაწერილი ვარ და ეხა გელოდებოდი სესია და თუ არის საშუალო არა თუ მე წავა ხვალა შემილია რომ მოვიდე და თუ შეიძლება ვართ რა აი წლებში გეუბნები სხვათა შორის ჩემზე ძალიან ბევრმა დაწერა რომ კალა რატო არის ცოტა ძალიან ლოგიკური გამოსაცნობიაო თუ წინა პოდკასტს ვინც უყურებთ ჯერ დამსვეს კოლგით ან მარტო ხო ეს სიმბოლიკაა რომ მარტო მე მაწვიმს აი ეხლაც ეს ხომ სიმბოლურია ესე დასხდნენ ორი מחარა ჯერ ერთი არ მეყოფილა მეორე მოიყვანა და ბუჭუჭ აი ერთმანეთს ელაპარაკებიან დაქალები დაждდნენ და ლაპარაკობენ ჩემ მეგობრები იძახდნენ რომ ძალიან საშიშია შენ იქ მისვლო და შენ და מחარა ორ გაერთიანდებითო მე კალას არა ბიჭო კალასაც ჩვეუჭირდება ეხა ამას მოაყოლე რა მე გადავრჩი არაფერი არ მჭირდება კაცო ანუ კარგად ვიქნები აუცილებლად და მორგი ქართული არა სხვა ნიშნავს ვიქნები ანუ ჰილინგისკენ მივდივარ რა ხედავ ანუ პროცესი დადებითისკენ დაიძრა და მაგას ვამბობ მაგრამ ვიქნები არის ძალიან მომავალში რატო ხვალ ვიქნები ეხა ხვალ არ არის აგერ შეიძლება ხვალ არ ვიყოთ არავინ არ მაქვს პრობლემა მეგობრებთ მე რატომ მეწყავთ ამ ხვალ ვიყოთ მე ამისგან განსხვავებით ესე დეპრესიაში ამისგან განსხვავებით მე კარგი მეგობრები მყავს ძალიან მახარას საერთოდ არ ყავს მეგობრები ერთი აჩიკო ყავს და იმასაც ნევრებს უშლის ხოლმე მართლა არავინ არ მყავს ბიჭო შენ მოგიკოდი მე ეხლა რომ დავფიქრე არ მე მეგობრება აი სხვათა შორის გადაცემს აი წამოდი მეთქი იქ წავიდეთ აქ წამოვიდეთ არ ძალიან მაგ შევარდება იმ მანქანების ქვეშ ისე ნააკეთოს თავის კიაში რა აბა არ მოდიხარ ძნელა ისო მეგობრებაო და თავი ხო გადაიპარსა შენთან ერთად არა მორალურ ამბავში და იმაში მე ვგზნობ მის ხარდაჭერას ყოველთვის ფიზიკური მდგომარეობით იწა მაგრამ მეგობარ ხო ხშირად უნდა ნახო ხა გადაცემას მოვიტყვირე შეერთხელ ეხა აჩიკოც ხა პადელს ვერ ვთამაშობ იმიტომ რომ ჰეტეროსექსუალი ვარ და ეს და გუნდიშახ დადიან და წვილი შეკრეს რა მესმის და რა გინდა რო აკეთო מחარასთან ერთად מחარას არა აი უბრალოდ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანებთან ურთიერთობა ადამიანთან კომუნიკაცია მე როდესაც მეგობრებთან ურთიერთობა მაკლდება მაგალითად იმიტომ რომ ჩემს სახლში ყოველთვის ღია კარის დღეა რა მე ჩემს მენტალურ მდგომარეობას სულ დაისახება იმიტომ რომ ეს ერთიანობის შეგრძნება ძალიან მომწონს და მიყვარს მარტო გაჩერება არ გიყვარს კი ასევე ძალიან მიყვარს საკუთარ თავთანაც უბრალოდ ზედმეტი თუ მომივიდა მე ეს სოციალური აქტივობის მომენტები მე ვრთვება რომ რაღაცა დამეტანი საკუთარ თავთან მოიტანოს და მაგის პირადობაზე იმას აი შენ სესიაში მე ესე ვერ ვთვებოდი ხოლმე ზუსტად არა ბოდიში რა ეს იყო სხვადასხვა მოსმენა არ იცის ხშირად ეგოცენტრულია ძალიან რაც ძალიან ხშირად არის ხოლმე ესე 80-20-ზე მიდის ხოლმე საუბარი არ და ლაპარაკი ამაზე კარგად გამომდის ჩემი აზრით მე რომ მკითხო პირველად რომ დაინახე რა იგზენი რატომ იცი რა აჩიკო ედგა გვერდზე და აჩიკო მომხიბლა უბრალოდ ძალამაზად გამოიყურებოდა და რა იფიქრე რა თქმა უნდა მაქვს ეგ რომ ვიფიქრე რომ ვიცნობ საიდანღაც თქო ორივეზე მქონდა ეს შეგრძნება ეს ვერ მოვიკვლია მე საიდან იმას ვიკვლევდი იმიტომ რომ ეს მე ხმაინც ჩვენ თბილისელები ვართ მე დააში ხოდა מחარა საიდან მეცნობა და ვერაფრით ვერ ამოვხსენდი რა რაღაცა შინაურობის განცდა მქონდა ხო შეიძლება წინა ცხოვრებაში იცნობდით ეგეთი რაღაცებიც არსებობს წინა ცხოვრებები თუ არსებობს ჯერ და მე ძამჯერა წინა ცხოვრების ხო მაგრამ ჯერ ერთია მაგრამ არგუმენტად რამდენად გამოდგება ეხლა მეც დავიჯერე რავი თუ გამოდგება მაქვს უნდა რაღაცები ნახე
ანუ მე წინა ცხოვრებაში არ გამართლა და ამას ვიცნობდი იქაც. შეიძლება. ვერ გადავრჩი ვერ წინა რაღაც ვერ ცხოვრება. დაამთავრეთ შეიძლება. და ეხლა შეხვდით. და ეგ საქმე უნდა დავამთავროთ. შეიძლება. შეიძლება. რაღაც მნიშვნელოვანი ვერ გავაკეთეთ. და მაინც რატომ მიდის ის პინგვინი მარტო? სტრესი აქვს. ოკეი, და რას აკეთებს მაგ სტრესის დროს? რავი, ანუ მაგათ ცხოველების ქცევა ახ ცოტა სხვანაირად იხსნება, შენ მაგრამ გაქვს რა მოსაზრება? კი. აუ მიდი რა. ჯერ თქვას რა. მე გავლენების ქვეშ ვარ მოქცეული, იმიტომ რომ ბევრი მოსაზრება წავიკითხე, რას აკეთებსო. რო ისტრესებიანო, ვიდიან საყვარელებას თუ დაკარგავენო არსებას ვიღაცას ვისთან ერთად არიან და არა, მე უნდა თქო განმარტოვდენო, მეორე მოვისმინე, რომ რაღაცა შეუძლებელი მიზნისკენ სწაფვის მომენტი აქვს, რომ წავედი, განმარტოვების მომენტი აქვს კიდე. მე მგონი არა, უბრალოდ მანდაც ხო ეგ ისმის, რომ but why არის კითხვა რა, რატო აკეთებს ამას? შენ რომელს ემხრობ? ყველაფერმა შეიძლება მოგანდომოს ეგ. აი ხა რაც ჩამოთვალე ყველა მიზეზი და იმ პინგვინის თავში რა ხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ყოველას თავის პინგვინი მყავს, ეგრე მგონია, რომელიც ანალოგიურად მოიქცეოდა სხვადასხვა ვითარებებში. არ არის აუცილებლად ერთი პასუხი არ აქვს ჩემი აზრით მაგ შეკითხვას. მე მგონია რომ გლოვის ეტაპები აქვს. ხო, ერთ-ერთი არის მე ეგეც. მგონია რომ ვინც ეგ გადაიღო, ძალიან კარგად გამოუვიდა ადამიანებში ნიჰილიზმის დათესვა რა. ეგეც შეიძლება. ნიჰილიზმში რა, ნიჰილიზმის რატო? რომ უბრალოდ დატოვა და ანუ არაფრის იმედი აღარ აქვს მორჩა და შენ ამ ყველაფერს უყურებ, რომ აი პინგვინიც იქცევა ეგრე, პინგვინსაც შეუძლია, ანუ ბუნებრივი წესია. რატო მოტივაციის უიმედობა არის? უიმედობა, ხო. და დათესა, რა პრობლემაა? არა, მე მგონია რომ მოტივაციის მომენტი უფრო რომ 70 კილომეტრი დაშორებული მთებია და მთებისკენ წავიდა და იქ შეიძლება სიკვდილი იყოს და ვერ მიაღწიოს იქ. ხო, მაგრამ მიზანი არ აქვს. ვინ გაზომა რომ უკან ბრუნდება ის მე? არავის არ გაუზომავს, ანუ ეგ. ხო, ანუ შეიძლება არც დაბრუნდეს და რაღაცა შეიძლება კი არა, ვერ დაბრუნდა, მოკვდა. ხო, მაგას ვიძახებ, ვიღაც ეს ტიპი რეჟისორი გვერდზე ჭირდებოდა. შეიძლება ის პროსტა წავიდა მოტრიალდა იქვე, მაგრამ ამა ნაჩვენა რომ ეს დედამო მუსიკა დადო მიდის. მაგრამ ნახე რამდენ ადამიანს რაღაცები იქ რა. რამდენ ადამიანს ეგ შეეხო, რომ აი პინგვინი მიდის და მე ყველა სწორავდა ამას და რაღაცა თავის დეპრესიებს 2007 წლის მე ნიჰილიზმისკენ არ მიბიძგა მაგ მოქმედება. ანუ რაც შენ აღნიშნე, რომ დატოვა ხალხი და წავიდა და ეგ საერთოდ არ მქონია. პიქ რაღაცა შეუპოვრობასთან და ბრძოლასთან ასოცირება მომივიდა, ვიდრე ის რომ აუ ეხა ამან დაიკიდა და ოჯახში უთხრა რომ პაპურზე ჩავედიო და აღარ მოვიდა. შეიძლება ჩემსავით ვერ ხვდება ვინმე და ეს პინგვინის ამბავი რა არის. პინგვინის ამბავი TikTok-ზე გაიტრენდა 2007 წლის დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ვიღაცა მუსიკა მიადო ორგანი როგორ კნესის და ეს პინგვინი აღმოჩნდა მამოტივირებელი ძალიან ბევრისთვის, რომ უყურებენ და აი პინგვინი როგორი შეუპოვარია, ადგა და დაადო თავიდან თებისკენ წავიდა, როცა მისი მთელი გუნდი მიდიოდა კარგ პონტში, საჭმელის დაცაა და სითფო და სიყვარული ლოგიკით გუნდთან ერთად ყოფნა ერჩივნა რა. ხო, თუ არ სტრესავდნენ იქ. აი ეგეც კარგი ვარიანტია, შეიძლება გარიყეს იმათმა და იზოლებული გახდეს ხო. იზოლებული ჩვენ ხო ეგ არ ვიცით. ხო, არაფერი არ ვიცით, მაგას ვძახი. არაფერი არ ვიცით და ის დეგენერატ იქიდან და მაინც ალტიმეტზე ბიჭო მოიცა შეჭმა შენი კიჩეკი იღებდი მე მეკითხებ. But why კითხვა დაისვა, რომ შენ დაგიტოვა ავტორმა ზუსტად კი არ მიგიყვანა რომ ნიჰილიზმია ეს. რატომ მოკითხა? მითხარი. გითხრა ხო პინგვინების ის ხო არ არის რა ქვია? იქ იყო ის პინგვინების ის ხო დაწერდა. ხო და სწავლობენ მათ ქცევას და მე გითხარი ერთ-ერთი ქცევა შეიძლება იყოს გლოვა, მართლა. ანუ გლოვობენ ეგრე პარტნიორის ან რაღაცა გარდაცვალებას ან თავსი ტანჯავენ? იცი რატო კატებიც ხო უყდებიან, ვიღაცა რა უყდებათ. პატრონი. აი ზაღლი რამდენი ზაღლი მომკვდარეს ასფალტზე. თავსი ტანჯავენ რომ საყვარელ ადამიანს გარდაგეცვლება, შენც ხო შეგიძლია რომ გამოხვიდე და კაი პონჩი წახვიდე და იგულაო. ანუ ხო შეგიძლია ეგრე გამომკლავდე. თავსი ტანჯავს. კოპინგ მექანიზმია, იცი ეგ მაგას საკეთებენ. აი ვიღაცა რომ გარდაიცვლება ან რაღაც დაშორებაზე ან რაღაცაზე, ვიღაცები გარბიან, გადაეშვებიან ხოლმე ან კეიფში ან რაღაცა სიმღერებში ცეკვებ, აი ძალიან დიდამებს საკეთებენ და მე კაი ხნის მე ჩააჭერთ. მაინც დაეწევა? კი, უეჭველი დაეწევა, არ არსებობს რო არ დაეწევს. ჯობია გაიარო ეგ გლოვა. ჯობია. ტაბლეტი ხო არ. ფსიქოთერაპია არის ყველაზე ეფექტური ტაბლეტი, გეშტალთერაპია კონკრეტულად. ოღონდ ნახე მან რა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. რახან ფსიქოთერაპიაც ვახსენე, უნდა იცოდე ვისთან მიდიხარ რა, ძალიან ბევრი აფერისტი თერაპევტია ხა. აი უამრავი ზღვა თერაპევტები არიან და აფერისტები. როგორ გავიგოთ? ცოტა უხერხული ხომ არ არის თქვენ რომ ამას ვქეუბნებთ ვიღაცები ძალიან აფერისტები არიან. დიპლომი უნდა იკითხო? დიპლომი გაქვთ?
ბევრი. თერაპევტი უნდა კითხო, ყავს თუ არა? მე უხეშად უძგები საკითხს, არა, აუცილებელია, ძალიან სწორია. მე როცა მე მოდის ვიღაც თერაპიაზე, ვეუბნები რა გაკითხები, მკითხე რაღაცები რა. დიპლომი. ხო, რატო უნდა მენდობდეს, ვინ ვარ, მე რომ ვიღაცა მენდობდეს. იქამდე სანამ არ იცის, რას ვაკეთებ მე? რა ხდება ამ ფსიქოთერაპიაზე? რა ყველა მეორე ვისაც რაღაცა არ გაუმართლა თავის პროფესიაში, მე გადადის ფსიქოლოგობას იწყებს და ვერ აკეთებენ. ან აკეთებენ და კოუჩინგიც ფსიქიატრიული განყოფილება, ეგ მაინტერესებს. ძალიან კოუჩი ყავს და ხო, mental coach. ცოტა იმათაც ჭირდებათ ფსიქიატრი. აი, ტიპები რომ ლამაზ საქმეები რომ შენ ვერ იშოვე, მაგრამ მე მოგცემ საშუალებას. აი ეს მილიონიანი ბინა, ანუ რო ეთყობა, რომ აფერისტია, ბიჭო, რანაირად ვერ ვისწავლეთ აფერისტის გარშე. აი, ტიპს რო შევხედავ და პროსტა სიტყვას რომ ეგრევე ეთყობა აფერისტს, რომ აი რაღაცებს შვება, იკლაკნება, იგრიხება და აფერისტი იმიტომ რომ გაზდის ბევრთან, შენ კი ატყობ, მაგრამ ყველას არ უნდა რომ აღიქვას, ნახე რა ხდება, ვიღაცას აწყობს რომ იყოს მოტყუებული. და ეს მოტყუებულების მთელი ჯარი, რომელიც პროსტა ამოიწუწკუნებს რაღაცას. რატომ უნდა? ეგ ფსიქოტიპი რა არის? ანუ ტიპს რატომ უნდა მოტყუებული? ნახე შენ რომ მეუბნები რომ აბი მომეციო, იმად გონიათ რომ ეგ აბია. იმიტომ რომ ვიღაცა დგას და ესე აბოლებს და ეუბნება რომ მე აბი მაქვს. და მე რა გეუბნები რომ მე არა, ვერა. ის ეფექტით, რა ქვია? პლაცებოა. აი მე რომ მოვიდე ხა, ნახე ორი არჩევანი გაქვს. გიორგი, ბევრი ფული გინდა? ამისთვის უნდა იშრომო, ამისთვის უნდა იწვალო, ისწავლო 10 წელი რაღაც უნდა გაგდო. არა, 5000 ლარი ხა მომეცი. ძალიან კაი პონდი გაიჩნდა. ამაში შევაგდებ. ანუ ხო ამისკენ მიდის ადამიანის ფსიქოლოგია, რომ მარტივად ოღონდ რაღაცა მე გამაჩერებს მე დააშკოს კონდა ეგეთი შემთხვევა, რომ მოგწერეს მეილზე, რომ თქვენი საეჭვო კაცის არხზე გვინდა პოსტი განმათავსო $2500. ოღონდ ორი ვიჯექით და აფერისტები თქო. და საღამოთი ჩვენი არხი იმათ გადაუფორმეთ. აი ესე ვიჯექით და აფერისტები თქი, ამას როგორ უნდა დაუჯეროთ თქო, საღამოთი ბიჭო ისე იმოქმედა, ანუ რო გადავთვალეთ, ძალიან ბევრი ფული გამოდიოდა და ხوار ცადოთ თემა იყო. ხوار ცადოთ და აი ნელა წავიდე იქ რომ საღამოთი არხი აღარ რაღაცა ლინკი გავხსენით და მე დაიწყო ფლობელობაში. დავიბრუნეთ, მაგრამ ძალიან მიყვარს ეგეთი ქცევები. აი მოიც შეგვითრია რა. აი და ეგეთ რაღაცებს მე ვაკეთებ ხოლმე და მე ჩემი დაკალები მაჩერებენ. ნუშები ეგეთ რამე. ფული ხარჯე 200 ლარი რაში იციაჩიკო შენ რო იძახდი იმერეთი და საქართველო იმერეთი და შიდა ქართლი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რა ხო და ლექსებს ყვებოდნენ თუ ეს ორი ფოტო იყო და მაშინდელი ფული მაშინ რო ფული ვიშვა ფოტო ეგ ფული მქონდა რა მაშინ რო ფული ვიშვა თქვენ ანუ ჩემთან ბეთლში დაშოვნი ფული მანდაში გავუშვი ეგ დავაკონვერტირე ეგრევე კოინებში და ეს შიდა ქართლი ესენი მიდის ხალხს ამატებ და ეს ერთმანეთს ჭამენ რა ვინ მოიგებს და დაუშვი და დაუშვი მე ეს ფული ხო ამეწურა შეჩემა მეთქი კარტა როგორ მივაბა ფიჭო აი ეგ არის ჩათრევა და სხვათა შორის აზარტული თამაშებზია მე მგონი მე ვფიქრობ რომ დაფუძნებული და ძალიან ის არის რა ქვია მაგას ედიქტივ რა მიჯაჭვობა მომიგო იმერეთმა ორჯერ მომიგო იმიტომ რომ მე ვეჯექი აქეთ იმერეთს ის მეუბნებოდა ეხა აქეთ მე ხო შენზე მეტი მოვიგე მან ფული ხო გახსოვს და ეგენი გადავაკონვერტირე და დაუშვი ეგრევე ხო და ის მეუბნებოდა რომ ეს კალა ხო არ არისო იმერეთზე იქიდან ურტყავდა და ურტყავ მე აქედან კი ვიცოდი რომ ის ტიპი მდიდრდებოდა მაგრამ მე კიდე რა ანუ პრინციპის ამბავი იყო მაგრამ სობოლო იყო ბიჭო ხა მანახე ვიღაცა როგორი კრეატიულია რომ თქვენარი ლოხები დაიჭირა არა მე ორი ფოტო ატვირთე ფულს უყიდი კაცო ხო ვიცოდი პროსტა ერთხელ გამოვცადე ხო რა და ძალიან მე ხა მივხვდი რატო ურტყავდა რა შეიძლება იყო აი სიამაყე შიდა ქართლს თავად აზნაურმა 20 რჩეული ჭაბუკი გამოუყო შავ სივრცეში დიდი ნათება იყო და თელი გორი იდგა და აი სტალინი წამოდა რა ლატურის ქვაბის დახსნა ალალი იყოს წაიღე ანდრე და აი მე უცებ ეს შინელით მაგრამ იმერეთმა ესე ბარტერის რო არის მიმირო აქენ გადმოხედა ოპერისის რო არ დაქვია ბევრი იყო ბიჭო მე აი ეს ბაფთებით და იმერლები იყვნენ 6 დონატორი იყო და უბრახულობდა მე აქედან მოვიდექი 6 რჩეული დონატორი იყო ის მეუბნება რომ ბეწონის ფული არ გეყოფა მე კიდე არ მეყოფა დაურეკე ბეწონს მეთქი დამეხარა ანუ შენ ესეთი ფულით მოფლექსავი ადამიანი რომელიც ყოველთვის ფული და იმერელებთან წააგე ბიჭო არა ერთხელ წავაგე შეჩემა 300 ფული ამომეწუა მე რო დავუშვი კარტა მივაბი ვიწააგო შეჩემა 20 ლარი ხვალამდე ხალხ მკითხო შემი იმენა ეს ჩემ მანქანა რაღაც საერთოდ აგვიანებს გაუშვი შენი მანქანა შეუშვი შეჩემა მოვიგეთ შიდა ქართლა ჩემ მანქანას თუ ვერ მოვიგეთ დღეს ჩამოდის შენი მანქანა არ ნერვიულო დღეს ჩამოდის ორი კვირა მაქსიმუმ დაჭირდება გაკეთებას მაქსიმუმ
კლიენტიც ნახე შენი მანქანის. ეგეც გავასუხაროთ რა. მოი შენ არ იტოვებ ჩემ მანქანას? არა, მე ხوار დავიტოვებ ფულს შეჩემა. 1 4 და 5-ში ეგრე 5-ი დაბრაგუნდება რა. რატო უნდა მოიკო შეჩემა? რა. მე მინდოდა რომ რაღაცა მეთქი გადაიღებს მეთქი. რა ბიჭო, ას გადავიღებ კაც ფულს ხوار მოგიტეხავ შეჩემა. ამიტომ ისო ვქნათ რა. შენ გინდა რომ დაეტოვებინა? ხო, მეთქი რაღაც იმაიმუნებს მანქანისგან. არა, რაღაც რა უნდა იმრა. რა გინდოდა რომ გაეკეთებინა? რა გინდოდა რომ გაეკეთებინა? არაფერი და რაღაცები არა ჰარდკორიობასება ზე დამაფსი და რაღაცა აი გევასება კაი რა მევასება ბიჭო მეთქი თავისი ხელოსნის რა უნდა გამესუხარებინა $2000 დამრჩეოდა შეჭმა ჰაიერს აქ შენოდა მე ანუ ეგეც კონტენტი იყო არა ბიჭო რა მაგაზე ვერ დაფიქსდები რომ შენგან რამე გამოგართვა მე ზედ გავყიდე მაშინ გულ დამჭა ხო დამანგრია მაგას ხო ან მაგას როგორ აკეთებ იცი როგორც გადაობა პრანკი და ეგ რო გავიაზრე მე ძალიან სულ გავხდი რა ხო და არ შემიძლია მეწყინა მოუხადა გიორგი ბოდიში ხო და აი გავაკეთო რა კალაზეც რამე ექსპერიმენტის ჩატარება ხარ შეგვილია იმიტომ რომ აშკარად პრობლემები იკვეთება სერიოზული რა მაგხარესაც იქნება გავარკვიოთ რომ მართლა ხო მეკითხა ეჭვიანობდა თუ არა მაგრამ კი სხვათა შორის რომ მოვდიოდი ეხლა ფიქრობდი რაღაცებს რა მართლა ხო არ მოხარს რომ დავიბადე რაღაც პირველი შვილი ვიყავი ორიო ბაბუის და ზოგადად პირველი შვილი და პირველი შვილი და მე ბაბუები მალე გარდაიცვალნენ რა რაღაც 6-7 წლის ვიყავი უკვე ორი ბაბუა გარდაიცვალა მე ლუკაც დაიბადა და აი მთელი ეს ყურადღება წაიღო და ვერაც ცნობიერებდი მაგრამ ეხა აქედან ამ გადმოსახედან რო ვყურებ მაგრამ ვეჭვიანობდი რას აკეთებდი ხოლმე რას მართებდი ყოფში ძირითადად ყოფში ადუღებულ წყალში ყოფის გარდა იქნება რა რას ვაკეთებდი ვაწვალებდი ხოლმე მაგრად ურტყავდი კი ოღონდ ესე გამეტებით არა გამეტებით ის მირტყავდა მთელი ძალით მაგრამ მაგარი ნაწოლი მაგრამ ეხა მე შეგნებულ ასაკში რო გადავედი იმდენად ნანოფ იმდენად ზრუნველობის მომენტები მაქვს ჩართული რომ აი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემი ძმა რომ აი ყველაფერს ვიზამ რომ ეგ კარგად იყოს რა ნუ ხო ზოგადად ზრუნველობის მომენტები გამეჩითა ცხოვრებაში ძალიან people pleaser-ობაში მეც გადამივიდა ძალიან და ძალიან მზრუნველი და ყველაზე ვფიქრობ და ბოლოს საკუთარ თავზე და აი მაგ თემამ საბოლოო ჯამში დაგროვებამ გადაყლაპვამ ბევრი რაღაცის მოთმენამ მე ამომასხა რა რას აკეთებ ხოლმე შენ თავს დაეხმარა გარდა მაგისა რო არაფერს ლაპარაკს მაგით ანუ რო არ ლაპარაკობდი და არ გავაზიარე ფიქრები და ვიკალი რაღაცები გულში მაგან დამარტყა და საუბარი მაგრად მშველის რა აი უბრალოდ შეიძლება ვილაპარაკო და ხო ნუ ინდივიდუალურია მაგრამ მან კიდე ერთი ძალიან საინტერესო რაღაც არის ესე კითხო რამ დაგატრიგერა რომ აი ეხლა შემიძლია დავიწყო ლაპარაკი თუ აქამდე არ ლაპარაკობდი რამ დამატრიგერა და უკვე რო ძალიან დამიმძიმდა სიტუაცია ანუ მივხვდი რომ ქვემოთ მივდიოდი და ვერ ანუ პირიქით დინამიკა იყო მარტო ქვემოთ წამსვლელი უფრო და უფრო გამირთულო რაღაცები და მეთქი ხა რაღაცა უნდა სიმპტომები წამოგები და რამე ქცევითი ხო ანუ აი არასდროს არ ყოფილი ვარ დეპრესიული ტიპი არასდროს ყოველთვის ღლიცინი ოღონდ მაიმუნე და აი მუსიკალური პლეილისტიც კი ჩემი აი რომ მახსენდება 10 წლის წინანდელი როგორი იყო და ეხლა როგორია გული მისკდება რომ რეებს უსმენდი და როგორ არასერიოზულად უყურებდი ცხოვრებას და როგორ ნუ ასაკის მატებასთან ერთადაც და ხო ნახე აუ რაღაცას კითხო დისნეის პერსონაჟი რო იყო რახან დისნეი შენ მოგწონს რომელი პერსონაჟი იქნებოდა ვაიგიობ საკუთარ თავს იმასთან ჰერკულესთან ძალიან ოკეი და ომი არ მახსოვს ეგ რომელია გამახსენე რა ხო არ ვიცი მახსოვს არა უნდა მათქმევინოს რომელი თვისება აი ესეთი რომელიც მართლა არ მახსოვს ორნაირი მაქნანახი ეგ პირიქით ჰერკულესი არის დისნეის 90-იანების მულტფილმი და ნუ დაიბადება ეს რაზეა ზევსის ოჯახში დაბადებული ჰერკულესი რომელსაც მოიტაცებენ და ღმერთი ვერ ხდება თავიდან იმიტომ რომ ბევრი რაღაცა უნდა გააკეთოს და დამკიცოს რომ ღირსია რომ უკან ავიდეს აი რაღაცა ეგ სიუჟეტია და წინასწარმეტყველებაში წერია რომ ჰადეს დაამარცხებს ჰერკულესი. მან ზევსი ძალიან კარგ მეოჯახე მშობელად არის გამოყვანილი, რაც მითოლოგიასთან სერიოზული აცდენაა, მაგრამ დისნემ ესეთი კუთხით შეხედა მაგ ყველაფერს და თხარო არის, ხო იცი, ეშ მაგითხა. ნო, სატირი. აო. ეგ ხარ შენ? მაგარ. არა, თუ შენ ჰადესი ხარ ვაფშე. არა, ბიჭო, მანგრა გავს იმ თხას. დენი დევიტოს. ძალიან მაგარი თქვა ჰერკულესი და ჩაგეკითხები რა მაგაც ხო შეიძლება? ნახე რაღაცა უნდა დაამტკიცოს რომ ავიდეს ზევითო. შენ რას ამტკიცებ?
თუ გინდა რას არ მითხრა? ვისთან ამტკიცებ ეგ მითხარ? არ ვიცი. გადაუჭრა ფიჯო. რას ვამტკიცებ? აუ, აი მაგ სიტყვებს ცოტა უზდეობა, მაგარი იქნებოდა. მეუხერხულება ახლა ლაპარაკი იმაზე, აი კარგ რაღაცებს ვაკეთებ და ეგეთ რაღაცები შეიძლება კარგს არ აკეთებდა, ხო იცი? და ცუდით ამტკიცებდა პირიქით. ეგ ძალიან ინდივიდუალურია. თუ მოусმენთ ადამიანებს, რომლებიც ეგეთი ფსიქოლოგი მჭირდება. თუ ბოდიში. მოусმენთ ადამიანებს, რომლებიც თან მაგის საშუალება დღევანდელ ეპოქაში და მით უმეტეს YouTube-ზე გვაქვს, რომ ფიდბექი ზუსტად მოვისმინოთ. ეს ის არის სერიოზულად რო არ აღიქვამინ ამის პრობლემებს და როგორ მოხდა ეგ. იმიტომ გამეცინა პროსტა. იმიტომ რომ კითხვას აცილებ მას პასუხს რა. სხვაგან მიდიხარ. არა, თავიდან მეიქიდან მოვყევი რომ ვიცი ვამტკიცებ მაგ ყველაფერს და ვამტკიცებ თქო. რას ვამტკიცებ? ხო. რა შემიძლია რომ კარგი ადამიანი ვიყო და დავეხმარა სხვებს. რაში მჭირდება? კარგად გძნობ თავს ვიღაცებს რო ეხმარები და ვიღაცები რო კარგად გძნობენ თავს. შენ მიხმარება. მე მეხმარება ასევე ეგ ყველაფერი ადამიანები მეხმარება. ვინ გეხმარება? ვინ მეხმარება? ერთი ადამიანი უნდა ვთქო თუ როგორ? რაც გაგახსენე. მეგობრები რა ვინ? ოჯახის წევრები, ჩემი ძმა, რავი, ანუ ხედავ რომ ჩემი ტკივათ და როცა გაგიჭირდება და ვიღაცა ხიდად შემოგეშველება, ეგ ძალიან ნიშნულოვანი მომენტია, რომ უი მარტო არ ხარ გაცნობიერებაში. ოკეი. და ეგ მომენტი დამიდგა და მქონდა, იმიტომ რომ აქამდე თუ მე ვიყავი რომ ყველაფერს მე ვიზამ, მე გავაკეთებ, მე უნდა ვზიდო და მე უნდა ყველაფერი მე უნდა გავაკეთო, უცებ რომ დამერხა დავინახე ადამიანები, ვიც მაგას გააკეთებენ ჩემი გივრა. ეგ ზაღირებული რაღაც არის, იმიტომ რომ მაგ მომენტში მოდის განცდა რომ მარტო არ ვარ თითქოს რა, ჩემს ნებისმიერ გამოცდილებასთან სიტუაციასთან, მაგრამ მან კიდე რა წამომივიდა იცი ფანტაზიაში ხა. როგორ ხდება რომ ადამიანები საკუთარ თავს არ ვაძლევთ უფლებას შეგვეშალოს რაღაცები. გააჩნია რა დოზას, შეშლის დოზას. მალევე არ არის პრობლემა, მაგრამ მე მგონია შეცდომის დაშვებისთვის ვარ გაჩენილები ყველანი, გამორიცხულია რომ ადამიანი დაიბადა და შეცდომა არ დაუშვა. რამდენად მალე მიხვდები მაგას და თუ განმეორებით ქცევაში არ გადაგივა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ გონია, თორე ეგ პრობლემა არ მაქვს, რომ შეცდომას არ დაუშვა. მე არ მithქვი. ხო. მე უბრალოდ ვიკითხე როგორ ხდება რომ ხალხი ადამიანები მიდრეკილები ვართ, რომ აი ძალიან მაგრები უნდა ვიყოთ, რაღაცები უნდა ვამტკიცოთ, people pleaser-ი ახსენე შენ და მოუაროთ ხალხს და ტკივილი არ გინდა რომ მიაყენო ვიღაცას რა, იმიტომ რომ რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ, არ გინდა რომ შენს გაუკეთო ვიღაცას, ანუ შენ რომ ვიღაცის ცუდი საქციელით შენ რაღაც ტკივილი და ზიანი მოგაყენეს და რო ფიქრობ შენთვის როგორი მძიმე გადასახარშია, შენ რო იგივე საკეთებ და ხვდები რომ ამ შენ ემოციურ მდგომარეობაში სხვა ჩავარდა, ეს შენთვის თუ ნამუსიანი ადამიანი ხარ, მტკივნელი უნდა იყოს. მაგიტო ცდილობ რომ შეცდომებით არ დაუშვა, რომ ვიღაცას არ ატკინო მაგ შენ შეცდომებით. ამიტომ როდესაც მე შეცდომას დაუშვებ ხოლმე, ბოდიშის მოხდა ვიცი ხოლმე ძალიან ანუ ვისწავლე ეგ ცხოვრებაში, რომ ადრე რო იყო რომ აი რაღაცა ჯიუტად რომ არ ვაღიარებდი რაღაცას, ეხლა პირიქით მაქვს რომ ბოდიში ძალიან სწრაფად შეიძლება მივაყოლო, ძალიან მალე მომხდარ ჭუბს. ხო, არა, ბოდიშთან დაკავშირებით არ ვამბობ. ნახე, თუ კი მე სულ მიდრეკილი ვარ, რომ რაღაცა კარგი ქცევები ვაკეთო რა, არ აქვს მნიშვნელობა და ვითვალისწინო სხვა ადამიანები და ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მეც ესე მინდა მომიქცნენ, ანუ მუდმივად ვიქნები ნიხვადგაში და მუდმივად იქნება ის, რომ მე გამიცრუდება იმედი. იმიტომ რომ 100%-იანი გარანტია არავის არ გვაქვს, როგორც ჩვენ ვექცევით სხვა ადამიანებს, რომ ისე მოგქცევიან. არ მაქვს მაგის იმედი სხვათა შორის. პირიქით, ძალიან დაბალი სტანდარტი მაქვს ადამიანების. უბრალოდ რაღაცა ბეარ მინიმუმი რო შეასრულონ ჩემთან ურთიერთობაში, რომ აი ამაზე ქვემოთ არ ჩამოვიდნენ, ოკეია ჩემთვის რა. ის არ მაქვს, რომ აი ხა მე შენ ეს გაგიკეთე და პირვა საერთოდ ერთი წამი არ ფიქრობ მაგაზე. ხო, არა, იმიტომ რომ დაბალთვის შეფასებას აჩვენებს. კი ბატონო. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ კონტაქტობთ. მას დაუდგინდა. ოდიში რა. იცი როგორ არის? ჭირდები შენ מחარ. რო თვით შეფასებასთან მიმართებაში ცოტა დაარტყა ხოლმე. მე მაქვს კარგი თვით შეფასება სხვათა შორის და მყავს ავტორიტეტი ადამიანები, რომლებიც მილიონი კაცი რო გამოვიდა ჩემზე ცუდი რო თქვას, არ მიმაჩნია მათი აზრი ვალიდურად, ანუ საერთოდ არ მოდის ჩემამდე. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც რომ ითხრან, რომ აი შენ ეხა მოიქეცი ესე და შენ მოიქეცი ეს და თითი დამიქნიონ, აუცილებლად ამას ძალიან განვისწრე. ანუ 1 მილიონის წინააღმდეგ შემიძლია, რომ ამ ერთი ადამიანის აზრი იყოს უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის. და ხანდახან არის ხოლმე, რომ აი მე ეგეთ ადამიანს როცა აწყენინებ და ეგეთ ადამიანს გავუკეთებ რაღაცას, ეგ მისი ნათქვამი სიტყვები არის ხოლმე რაღაცა გამოუსწორებელი შენს გონებაში და შენს ხოლმე ეგეთი გამოცდილებები? ქონია კი ბატონო, რომ კი. სუპერ, ძალიან გაია რომ ქონია. ანუ გამოდის რომ ყველაფერს 5-იანზე არ აკეთებ.
ნუ ესე ხდება. ზანგაია. ესე ხდება ხოლმე, რომ ხო, ყველაფერს ხუთიანზე არც მაგისი ზანგაია, ანუ მაგისი განცდა რომ და არც მოლოდინი იმის რომ ყველაფერს იდეალურად ვაკეთებ, არ მაქვს არანაირად. პერფექტ, მაგარია. ვარჯიში რო დაიწყო რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა. თქვა? ჰიპერკომპენსაცია. ოღა ჰიპერკომპენსაცია. ჩვენენაზე რა არის ეგ? არა მე ვიცი რა უხსნათ ხალხს გავატოვე. ჰიპერკონდიცირება. ჰიპერკონდიცირება, ჰიპერკომპენსაცია. ხო, არის ეგეთი რაღაც, როდესაც ადამიანი ნებისმიერ ემოციურ მდგომარეობაში არ აქვს მნიშვნელობა, რაშიც იმყოფება და ენერგია იქ არ გადის სწორად, იწყებს მე ამ ენერგიის სხვა მიმართულებებით დახარჯვას. შეიძლება აგრესიული იყოს, შეიძლება დეპრესიული იყოს, შეიძლება ვარჯიში დაიწყოს, შეიძლება მოწევა დაიწყოს, შეიძლება წიგნების კითხვა დაიწყოს. ანუ რაღაც ენერგიას კომპენსირებს. დაგეწყო მოწევაში ჩემ, ბევრად მარტივია. არა, ვარჯიში ვარჯიში აგრესიის გამოხატვის კარგი საშუალება. კი, ძალიან. და აგრესია დამჭირდა, ეხლა მე მივხვდი ძალიან დამჭირდა. აგრესია და ბრაზი. შეიძლება აგრესია დაუგრო. სანამ ამ აგრესიას და ბრაზს არ არის აგრესიული. აი, იმენა არ არის აგრესიული რა. პასიური აგრესიული. არ ვიცი, მე ამის აგრესიულობა ისე აი მე რო ვარ შემაწუხებად ხანდახან აგრესიული, ეგეთი არასდროს არ ყოფილი პირიქით ძალიან მოწიწებული და დილობიანი ჩანს ხოლმე რა. მე კიდევ ხარჯავ ამ აგრესიას რა, აი რა შემიძლია რომ მანქანას ურტყარა და იმაში ანუ ფასეული დავამტვრიო, მაგრამ ისე გავაკეთო მე, მაგრამ შემიძლია რაღაცაში ისო რა, შემიძლია გადაიღო და კონტენტი ხო, რაღაცები ხარჯო რა რაღაცები ხო და ერთ ეპიზოდს ვიტყვი. ეს იმენა აი არასდროს არ მინახავს რომ დაცა. იმას ხედქე რა, ანუ ხელი კაი, ის არის, კაია რა, ამას რო ეცინება ხჭება. აი მე რა ვქნა ეხლა რომ მეგობრებო, აი ეს გაგიკეთო? კაცი რა ცუდად არის ბიჭო. ანუ ღობეს გამომპალღობეს. ხო, ღობეს რო ხედქე ხელი და სისხლი რო დავინახე ხელზე, მომეშვა. ხეზოლდი ხო? მომეშვა. კოლბიდან გამოდის ჩიმინ. კოლბიდან გამოდის. ხო და ამ აგრესიამ და ამ ბრაზმა ეხლა რომელიც მართავს ახლა საკმაოდ ესე ეხაც იგზნობა. ხო. მიშველა რაღაც დონეზე რა. ანუ მივხვდი რომ ცოტა ორთქლი უნდა გამომეშვა და დარბაზი აღმოჩნდა კარგი ადგილი ახლა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ მეზარებოდა ყოველთვის და აღარ ვაპირებდი ვარჯიშს და რაღაც იმ დღესაც უბრალოდ მეგვიძება ადრე ძალიან და ჩემი ძმაკაცი ანუ ორი დღე ნავარჯი შემქონდა ეს არ მეკუთვნოდა ვარჯიში აღარ მოწასულა. მომწერა ბოლო რა სიზამო ანუ ხარ წამოხვალ. ესე ავდექი. არც მიფიქრია, ეგრევე გავყევი ვარჯიშს, იმიტომ რომ ძალიან შველის და მსიამოვნებს, იმიტომ რომ გამოაკ. ვარჯიშის ნაწილში ჩაგეკითხები რა. უფრო კომფორტული არის, ვთქვათ, ბილიკზე სირბილი თუ გრუშას რო ურტყავ? ყველაზე მეტად ჯერ გრუშასთან არ დავდგარო, მაგრამ გამოვართ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მინდოდა რტყმა, ყველაზე მეტად. თუმცა ის ყველაფერი ასევე ვაკეთებ იქ, ასევე მიხმარებ. ეგ ძალიან აღმარძე სიარულია. გამოვართვი რა არის შეჩემა. გუნდიშას ქონდა და ვიყიდით რომ მემოქცემოდა, მომიტანა და მეთქი წავიღებ ამას ნორვეჟში, საწყალი გრუშა მეწოდებოდა, გავასწრებ თქმაში. გრუშა მეწოდებოდა და აგრესიის გამო ოკეი. არა, ის ქონდა რა, ანუ ეს ლატენტური გეობის ნიშნები რომ მითხრა რა, აი თუ შეგიძლიათ მართლა. გრუშა რო გეწოდება და გრუშა მეწოდება და რომ გამოხრეტილი დაგვრჩა, გრუშა თუ გამოხრეტილი დაგხვდა. აცუდი იქნება მართლა, იმიტომ რომ არა, მეწოდებოდა, ესე კი არ მithქვამს მართლა, ანუ ვაი ეს საწყალი რა უნდა უკნა. დანა რო ურტყა. მართლა გეუბნები. ან იარაღი რო იყიდო რა. და ის ხო შორის მე ვისროდი ხოლმე და მაგრაშვილის. მე დისტანციური ისინი არ უშველის რა, ანუ აი ახლოს კონტაქტი. არა, მივიდი და დაუშვი. კომპიუტერულ თამაშებსაც რო თამაშობ რა, ჩემი ერთ-ერთი ჰობია, შუთერი, სადაც აი შორიდან სროლა, ანუ არ მცლის ეგრე რა და სადაც ახლო კომბატია, სადაც მიდიხარ და პერსონაჟს ურტყამ. ეგ უფრო მსიამოვნებს. იარაღი რო გიკავია ხელში და რო ისვრი. ხო. თუნდასტერში. აი ნაკლები სიამოვნებაა, ჩემთვის ნაკლები სიამოვნებაა. ტიპის თავზე რო გიდევს იარაღი და ესვრი და სკდება ის თო, მაგაზე სასიამოვნო რა. ისა დრუჟბა, ზეთიაშ დრუჟბას თუ ამოხუქავდა რომ გადაატარებ. ეს ვაგროვებდი ხომ? ეგ ხოცა. სხვათა შორის მეც ურტყავდი ხოლმე ჯეტიაში ხალხს ბავშვობაში და მე წავედი ფსიქოლოგია ვისწავლე.
ეგ რამდენად ახდენს ვიდეო თამაშებში ეგ აგრესია რამდენად აისახება მე რეალურ ცხოვრებაში. რეალობაში ნაკლებად აისახება, იმიტომ რომ ეგ არის ყოველთვის შეკავებული აგრესია რა, რასაც ვერ გამოხატავენ და ბავშვები რომლებიც თამაშობენ ხშირად ეს ვიდეო თამაშებს, სულ ვკითხულობ ხომ რა ხდება თქვენთან სახში. აი მშობლებს შორის რა ურთიერთობა არის, ხშირად ირეკლავენ და ვიდეო თამაშებში მე მიდის ხომ ეგ აგრესია, რასაც ვერ გამოხატავენ ავტორიტეტ მშობელთან. მოიცა რა. ძალიან ხშირად არის სხვათა შორის. ესე იგი, ეს თამაშობს Minecraft, ჩემი რა. Minecraft-ს კი რაღაცა Roblox-ი ჯანდაბ. და იქ არის ეს იპარავს იქ რა. ხო. რას იპარავს? ერთმანეთს, ეგეთი თამაშები ერთმანეთს პარავენ იმას, რა. ტრალალა. მამის გენეტიკა. და ეს იმას სქემერი არის ეს რა. მოხვეჭა უყარს ესე იგი, ხო? ხო. მაგარია. სქემერია რა, აი მიდის გასქემავს იმას, ოპა, გამოვარდება. მე თავის როლებსაც ხო თამაშობს. ხო, როლებსაც თამაშობს, მაგრამ მე ვამბობ ინტენსიურად როცა თამაშობენ და ჩაჭერილი რო აქვს, რა ერთი და იგივე თამაში, მაგალითად უნდათ რომ ურტყავდნენ. აი ხა ჯეტია რო ახსენე მე უბრალოდ თამაშები ძალიან ბავშვობის მე არ მითამაშია და რო ურტყავდნენ, მან მე მახსოვს ბავშვები როგორ ურტყავდნენ. ფულებს რო ყრიდა ხოლმე. აი იქ საშუალება ეძლეოდა და იმას ურტყავდა. არა, ეს ეგეთი რამე არ შეიძლება ცდილობს რომ მართლა გაერთოს ხოლმე რა. ხო, ალექსანდრესთან მეკითხები არ მაქვს ალექსანდრესთან. და იმას რა თამაშებ ხოლმე, 18 წლის ზევით არის თამაში, მაგრამ ვარზონა. ევასება რა თან კარგა გამოსდის და რატო არა? ნახე, ვათამაშებ და ვართ ერთად კონტაქტში კარჩანს. ხვდები, ანუ იმ თამაში რო კლავ ვიღაცას ჯობი არ იყოს. სისხლები და რა გაასხა და გამოასხა არ არის რა, აი просто მოკვდა რა ერთ-ერთი აკაუნტი გაქრატყს აღარ არის. ხო, ანუ ნახე, კარგია, როდესაც არ ჩანს ეს სისხლები და ეს რტყმევა არ არის. აი, რამოდენიმე თამაში იყო ხოლმე სისხლები ეგრე არა. ხო, ეგ ძალიან ცუდია. მაგრამ ლიმიტირებული დროით რაღაცა ტიპის თამაშები ასაკობრივი, ოღონდ არის მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეხმარება გონების განვითარება, სტრატეგიები მაგალითად ძალიან კაია, ეხმარება ძალიან კუბიკები რაღაც მომენტში ეს. აჩიკოსაც გამოუწერე მე ეს თამაში გონებისთვის. სამ სკოლაში მინდოდა ციფრები იცოდა მანამდე, იმიტომ რომ ამ Roblox-ში კოდს კრიფავ და ისე შედიხარ მიმატებას. და უნდა რომ ესწავლა, იმიტომ რომ თამაში შესულიყო, რეალურად ისწავლა 10-მდე ციფრების მიმატება გამოკლება. იმიტომ რომ სჭირდებოდა რა, იმის მაგიტო ვიძახებ რომ აი სკოლაში რომ მიდის ბავშვი, არაფრის იმედად, ანუ მიზანს ვერ ხედავს, რის გამო უნდა ისწავლოს. რა, ჩვეულებრივ სკოლაში მიდის და არ არსებობს მიზანი, რის გამოც უნდა ისწავლოს. კი ეუბნები რომ მე რედაქცია, ეს მე არ იცი რა არის. და ამ თამაში მიზანი იცის რომ ამას თუ ისწავლის ციფრს, იქ შევა, მაგრამ რეალურად მე ცხოვრებაში წადგება ეს ყველაფერი რა. ეგეც არის და სკოლასთან მიმართებაში გეტყვი თუ მიზანი ესე რა ბუნებრივია რომ არ გამოჩნდება რა უნდა ვაკეთო. შეიძლება პატარ-პატარა მიზნები გააკეთო რა, პირველი კლასის მერე რაღაცა იქნება და პატარა ჯილდოები გააკეთეს. ოღონდ ეს ჯილდოები არ უნდა იყოს ფინანსური. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვები არ დავაჯილდოოთ ფულით. იმიტომ რომ ეგრევე გავიყიდებით. ეგრევე ნახე რა ექნება ვასწავლით ვაჭრობას ჩვენთან. და ყოველთვის წაგებული იქნება მშობელი მაგ დროს, იმიტომ რომ ბავშვი მოითხოვს ყოველთვის მეც და მეც. და ისეთ რაღაცებსაც მე ვერ აკეთებ შობელი. ქეშია საუბარი დიდი ბოდიში. ქეში განსაკუთრებით, ხო? ჩარიცხვა შეიძლება. სკინის ყიდვა შეიძლება. აი სკინი რო უყიდო. ხო, ეგ შეიძლება. მაგრამ არ უნდა იყოს ეს ინტენსიური ძალიან. ეს გააკეთე და ამას გიზაო როცა არის, ხო? აი ძალიან ცუდია. ეგ არა. ხო, ანუ შენ თუ დაამთავრე. ფულის სანაცვლოდ ეს შექმენი არა რა, მაგრამ რა აი საჩუქარი იმიტომ რომ ეს კარგად გააკეთე ეგრევ შევა ხოლმე. ხო, ეგ ძალიან გაია. ეგ არის ჯილდო. რეალურად ეგ არის tribute. აღნიშნა მისი რაღაცა კაიქცევის. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეგ აღნიშნები იყოს არა ძალიან ინტენსიური, არამედ კონდეს რაღაცა ლოგიკა. ხო. თამაშები ძალიან კაია. მე აზროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დამეხმარა და სხვათა შორის ის არის, აი ვიდეო რაც გავაკეთე ჩემ რასე პირველი იყო Crash-ზე რა და მან მაგაზე ვლაპარაკობდი რევიუ რო გავაკეთე რომ აი ბავშვობაში იყო რაღაცები რაც ვერ ხსნიდი რა. რაღაცას ვერ ვიღებდი. ანუ სანამ არ გავიზარდე იმხელა რომ ლოგიკურად მივხვდარიყავი რაღაცა სუის ღრნიდა რომ აი როგორ გავაკეთო და ეგ დაფიქრებას და ეგ როგორ ამოვხსნა პაზლი აი ეგ მომენტები ძალიან ხშირად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ეხლა ეგეთ თამაშები ძალიან მიყვარს სადაც იმიტომ რომ გონებას ანვითარებს გინდა არ გინდა გაფიქრებს რა უნდა გააკეთო და თან ნახე რატო აი ეგ გამოსავლის ძიებაზე ხარ სულ მუდმივად რა და მან ძალიან ისეთია კარგია რა ნებისმიერ სიტუაციაში არ აქვს ადამიანს ამ დროს ეს მდგომარეობა რომ გაიჭედება ძალიან რა და აი ვერ გამავა
და იცის ადამიანმა ამ დროს რომ არსებობს საპორტარი რაღაცეები და მე იწყებს მარტივად მოძიებას რა. ჩვენ პრობლემებზე ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ მე რაც დავაფიქსირე, ჩვენ როცა ლაპარაკი დავიწყეთ რაღაცა ისეთ პრობლემებზე და ამ დღევანდელ ეპოქაში მომრავლდა რაღაცა ეს მენტალური დაავადებები და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი მაყურებელი აღმოჩნდა ეგეთი ჩვენი, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აქვს და რაღაცნაირად მინდა რომ აქედან მათაც რომ მივმართოთ და რაღაც რჩევები მაინც რომ მივცეთ ელემენტარული ვისაც ფსიქოლოგთან მიდითო. ხო, აი თუნდაც რა, ანუ რო არ არის ეგ არაფერი ისეთი გასაკეთებელი რომ ვერ დაადო თავი და ვერ მიხვიდე რა. კი და აუ მაგაზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვახსენო რომ ის რომ თქვენ დაიწყეთ ამაზე ლაპარაკი მართლა არის აი ქართულ YouTube-ში ერთ-ერთი ყველაზე მე ვიტყოდი გრანდიოზული ნაბიჯი. და იმიტომ რომ ადამიანები მოვიდნენ უფრო ახლოს. კი სხვადასხვა თქვა სეგმენტს აკეთებ, სხვადასხვა ვიდეოებია, რომლებიც ადამიანებს აგზნობინებს, რომ იქ თანამონაწილეები არიან და სულ კონტაქტში ხართ, მაგრამ ესეთი პერსონალური ამბების გაზიარება ადამიანებს აჩვენებს, რომ თქვენ ხართ ადამიანები და ისინიც არიან ადამიანები და ერთ სიბრტყეზე ვჩერდებით რა ყველანი. და ეგ ძალიან მაგარი საპორტერია. თქვენ სად ხართ, რომელ საავადმყოფოში? ფსიქოთერაპიულ სივრცეში. შეგვიძლია პრომოკოდი გავაკეთოთ? შეგვიძლია. მართლა გულწრფელად შემეძლია. მაყურებლისთვის რომ გავაკეთოთ პრომოკოდი. კი, გავაკეთოთ. ეს როდის უნდა იყოს საჩიკო მზად? ხვალ შეგიძლია რომ გააკეთო? კი, რა თქმა უნდა. მაშინ აი აქ ეხა პრომოკოდი ჩაჟდება, ვერ ვიძახი, იმიტომ რომ ხვალ უნდა დაიძოს და ხვალ გვეცოდინება ეს პრომოკოდი. მხოლოდ პოდკასტის მაყურებელს. ფუ 20 იყოს. ფუ 20? 20%-იანი იქნება ყველა თერაპიაზე. აი ეხა ეგ მაინტერესებს. მე იმიტომ არ მივიდოდი ფსიქოლოგთან, ის გავიგებ რა, მე გქონდა რომ ეს ძალიან დიდრების ფუფუნება იყო რა. აი დიდარი და აუ ძალიან მე ფსიქოლოგი. ძალიან კარგად. და რომ კინოში გაქვს ეგ ნანახი. ხო და ექსტერო შეგეძლია რომ დიდარი რომ გახდე მაინც რა წახვედი. მე ჟმოტი ვიყავ, ჟმოტობა წამოვიდა. ხო და ძალიან დაბლა რომ დავეცეთ ქვეს კნელამდე და დავიწყოთ პრაისებზე ლაპარაკი რა. ხო. იმიტომ რომ მაშინ თუ ბოლომდე ვიხსნებით, ისე გავიხსნათ რომ ტიპმა იცოდეს რომ ეს თანხაგის რომ მიხვიდე და მე კარგად ვიყო რა. გააჩნია ნახე ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. თერაპევტია დამოკიდებული მის ექსპერიენსზე, გამოცდილებაზე რა აქვს ნასწავლი. მე პრაისებით რო გითხრა, ვიცი 20 ლარიანი თერაპევტები და 30 ლარიანი. დავიკიდეთ სხვა თერაპევტები. და არ მივდივართ 30 ლარიანი. თქვენზე ვსაუბრობთ. ზართული. სწორება იყოს თქვენზე და თქვენის სწორებიდან მე ჩემ კლინიკაზე ვიტყვი. და არა მარტო ჩემზე, იმიტომ რომ ხო, ნუ კლინიკა. ჩემთან ცოტა სხვა მე მოვედი და მინდა რომ მოგიყვეთ აი ეს ჩემი ეს ფოთლები და ისინი. ხო, კლასიკური თერაპია, ინდივიდუალური თერაპია სტანდარტულად 100 ლარი ღირს ყველგან. ერთი სეანსი. ერთი სეანსი ყველგან, და ამით დავადგენთ რა გვჭირს. მაგით იმუშავებ და ადგენ კიდეც და იმუშავებ თერაპიაში. ეს სეანსი 1 საათიანია თუ? 1 საათიანი არის 45 წუთიდან 1 საათამდე გააჩნია. წყვილების სესია არის საათნახევარი და ის განსხვავებული ტარიფი აქვს. შესაბამისად იწყება ხოლმე კვირაში ერთხელ. უფრო ინტენსიური არ ჭირდება ხალხს და თუ რაღაც განსაკუთრებული სიტუაცია არ არის და აქვე ვიტყვი რომ მაყურებლებმაც იცოდნენ რომ 2 დღეში და 3 დღეში ერთხელ თერაპიაზე როცა გიბარებენ გაიქეცით მაგ თერაპევტიდან. სოჩიკია ჩართული კი გულწრფელად ვიტყვი ამას. თუ კი იქ რაღაცა სუიციდალური თემები არ არის. კვირაში ერთი ანუ კვირაში ერთი არის ნორმა. შესაბამისად მე ძალიან ვცდილობ ჩემი კლინიკის ფარგლებში რომ ვითანამშრომლო ბევრ კომპანიასთან და ვუფინანსებთ ძალიან ბევრ ადამიანს. ანუ არის ხოლმე ხშირად რომ 50%-იანი ფარგლებად საქმე და რამდენი აი საშუალო სტატისტიკური ფსიქიკური აშლილობა რო ავიღოთ. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს სეანსი? ძალიან ინდივიდუალურია თერაპიების ხანგრძლივობა. აი საშუალო რა. აი 5 მაინც ჭირდება ადამიანს რომ 5 სეანსი თუ 5 თვე? 5 კვირა. 5 კვირა? 5 სეანსი. მინიმუმ იმისთვის რომ დაინახოს ხო სად არის, როგორ არის მინიმალური რაღაცა. მაგრამ ერთხელ უნდა სცადო, მე მგონია რომ მიხვდე თუ წაგიღო და კარგად ახარ, აუცილებლად გააგრძელებ რა. კი და არ ტეხავს თერაპევტის შეცვლა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან აქვთ ხოლმე რომ მიდიან ერთ თერაპევტთან და გონიათ რომ აი ეს შეიძლება ვერ წაიღოს. ხო, შეიძლება არ იყოს ეგეთი რა. ამიტომ მნიშვნელოვანია გულწრფელად გავაზიარო, რაღაცა არ მიაქვს ჩემთან, შემიძლია უთხრა თერაპევტს რომ რაღაცა არ მომწონს ეს ჩვენი სესია. ეგეც როგორი რთული ერო ადამიანს ვთქვა რომ მე მივდივარ აი სიაში აი თერაპევტთან ძალიან ხოლმე ხშირად მაგას ძალიან ცუდი იყოს აი ექიმის მაგრამ ეს ქართულად არის ჩვენ ხო ეგ გვასწავლეს რომ აი ძალიან უხერხულად ხარ აი არა ის პატრონს მაგრამ აი
ბიჭო, ვაიმე, აი უნდა მიხდე რა და გაერიდო, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვასწავლეს რა, რომ დაშორება არ შეიძლება. უნდა ჩავყვეთ ბოლომდე, სანამ არ მოკვდეთ იქამდე გავიჭედოთ, მერე საფლავში გავეკიდოთ. ხო ვიძახი რა. მასლა ეგრე არის რა, აი რა არ გაიგო რა დაშორდა შერიგდით. ხო. რა გავიგო დაჩი. ეგ ხდება ხშირად და ფსიქოლოგთანაც მაგიტო ვიძახი რომ იქ თუ მაგას არ ვაკეთებთ, საერთოდ გარეთ როგორ გავაკეთებთ? ანუ იქ თუ ვიძახით რომ არ მოსულა და ტეხავს, რომ უთხრა რომ შენ ახლა რაღაცა თვალებს რომ ახუჭინებ, მე ეს არ მომწონს. ანუ ფოთვას იწვევს ჩემში, მაშინ რისთვის მივედი ამასთან? ანუ რა მინდა, პროსტა უნდა ვქვა რომ თერაპევტთან დავიდე. ეგეც ცალკე პიზეცია რომ უმალავ რა, ბოლომდე რომ ვერ იხსნები თუ ვერ უყვები. ეგ თერაპევტზეც არის, იცი? უნდა გაგხსნას. ორივეზეა რა, თუ რაპორტი არ შედგა, აი მე ჩემ თავზე ვიტყვი, მე ვიძახი რომ ვარ კაი თერაპევტი. მაგრამ ჩემთან შეიძლება მოვიდეს ვიღაცა და თქვას რომ ეს ძალიან დებილი თერაპევტია და ოკეია. იმიტომ რომ მე იმასთან შეიძლება ვერ ვიმუშაო. არ ვიყოთ მე და ის matching level-ზე. ეს არ ნიშნავს რომ მე ვიყო მაღლა ის დაბლა ამ პირიქით. უბრალოდ უნდა დაიმეჩო იმ ადამიანთან რა და სულ ამბობ რომ თერაპევტის შერჩევის წინ არის ეს საშუალება რომ ინტერნეტში მინიმუმ უყუროთ რას ლაპარაკობს ეს ადამიანი. სხვადასხვა რაღაც აუ ინტერნეტში რო უყურ გიჟები მართლა ისე. ო იმ გიჟებს მაგარი. აი არ მინდა ეხა ეს დავაკონკრეტო ვიღაცები, მაგრამ მე YouTube-ის მიმართულებითაც რას აპირებთ ეგ ანუ პირველ ეპიზოდი ვნახე სხვათა შორის ანა კოშაძე რო იყო. რას მეტყვი რა არის ცუდი ეგ მითხარი პირდაპირ. რა შეუცვალო გავასწორ. უფრო მეტად თქვენი პერსონალიტი რო იყოს და უფრო მეტი რო ისაუბროთ თქვენ ეგეც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ უფრო გამოვიდა ინტერვიუ ვიდრე პროფესიონალის ხელი აკლდა უფრო, ანუ პროფესიული ხელი აკლდა. მაგაზე გეტყვი რომ ანუ ყველაზე რთული ყოფილა პოდკასტის ჩაწერა გულწრფელად, იმიტომ რომ ან PhD-ის წერა არ არის ეგეთი რთული ხალხო, როგორც სადოქტოროს წერა არ არის ეგეთი რთული. ეს ექიმებს რატო გონიათ რომ რას ტყვების ისწავლეთ, ჩვენ ეგ ყველაფერი ვიცით. ვიცით, სადოქტორო ყველა. აი რაღაცა PhD. არა, წეგანაც რამდენჯერმე რაღაცა ტერმინი თქვი, რომელიც გარტყვაში არ ყავით და ოღონდ ისე თვალები ვიყურებ, რომ უხერხებაში ვარდები, რომ ეს იცი გეტყვი. რომელი ტერმინი იყო? რაღაცა წეგანო თქვა იქითკენ, რაღაცა თქვა. ისა ბოდიში, ნახე. რა? დამიწერეთ რა. გააწყვეტინე ასე. OCD? OCD რო გითხარი, მაგაზე. ხო. არა, იცოდე დამთავრდეს, კაცი. ობსესიური კომპულსიური აშლილობა. ეგრეთ არ ვიცოდი. მეგობარო. გითხარი მე. მეგობარო, ნახე გააწყვეტინე, საუბრობდა იმაზე რომ პოდკასტი. მერე რა? რა მერე რა? რა ხა ფსიქოლოგია და მოწიწებით მოვილაპარაკო? არა, რაღაც უკითხე და აი ხამა, გუყვი, აი. არ თერაპია მარმიშო, არაფერი, ყველაფერი. შედეგენერატო, მართლა ერთ უჯრედიანო შენ. მისმენ? მომისმინე ერთი წამი, მომისმინე. შენ რასაც აკეთებ პოდკასტს, ხოწერ ხო მაგარი ხარ ამ სფეროში. ადამიანი გეუბნება რომ სადოქტოროზე რთული პოდკასტის ჩაწერა შენ ეს ანუ გადაიხედო რა ეგ არ არის აქ და ამ დროს გადავიხედო თუ დამაკვირდი წეგანი კვერტი გადახედო და საკმარისია აუ მაგაზე მართლა გეტყვი რაღაცას პოდკასტზე რომ დავიწყე ფიქრი ძალიან დიდი ხანია ვიღაცები რომ აფერი სტოპდნენ გადავწყვიტე რომ მოდი გავაკეთოთ კარგი პოდკასტი რა რაც არის და თავიდან შევეხმიანი აჩის რომ აი აჩი მეთქი საერთოდ არ ვიცნობდი კი მიშველე ზუსტად ეს მქონა რა ვქნა რა მოგწონს ვარგა არა არის და რაღაც მომენტში ვთქვი რომ ჩემ თავს მივეცი პირობა რომ რაღაცა რიცხვს ვიტყვი მათქი რომ ამ რიცხვში დავდებ თქო რა რომ არ გადავაბიჯო მე ჩემ თავს თქო რა იმიტომ რომ ხო არის რომ რაღაცაზე ვიტყვი რომ აი მე შინია ვღელავ და ვაი და არ წაიღოს რას იფიქრებს ვიღაც რა და ეგრევე ვუთხარი 20 იანვარს მეთქი იქნება თქო არც დღე ვიცოდი კვირის რომელი იყო აღმოჩნდა რომ მე სამშაბათი იყო და ზუსტად დაემთხვებით რომ სამშაბათობით მინდოდა დადება და პირველი ეპიზოდი რომ დავდე აი ესე ვკანკალებდი ერთი რამდენი მესიჯი მივწერე ცეჩის ნახე რა 2x-ზე უყურე რა ოღონდ უყურე რა მართლა მქონდა ეგ ეგ ძალიან კაია მქონდა იცი מחר გეტყვი რომ თუ მეთქი მოხდა ისე რომ მე ფუ პოდკასტში მოვხვდი მეთქი ეს ნიშნავს იმას მეთქი რომ აი რაც შეიძლება გაეკეთებინა ამ ჩემ channel-ს მოდი ესე ვიტყვი დასაწყისში ტოპავი და მეთქი რა ოღონდ დახურვაზე არ ვლაპარაკობ ჯერ ხო და მან არის მთავარი ამბავი ის რომ კარგი ტიპებისთვის ვიძახი ისეთი ადამიანები ვინც აზროვნებენ მინდა რომ მოვიდნენ პოდკასტში ილაპარაკონ თავიანთი გამოცდილება ემოციური ნაწილებიც პირველ სტუმართან რა თქმა უნდა მე ესე ვიყავი ეხა გიგი დაიდება სამშაბათს on the road და იქნება უტოპესი იმიტომ რომ ძალიან პრობლემები აქვს მაგვის ხო ვიცი ხო ძალიან ბევრი ისეთი რაღაცები არის რაც საინტერესო იქნება და
რაღაც მომენტში მართლა მინდა რომ ორივე გიხილოთ სესიაზე. არა, ეგ კარგია, ნახე, შენ დახმარება კი არ გვინდა. ჩვენ გვინდა რომ არა, ხვდები, მაგრამ ჩვენ კიდევ შენ ეგ კარგია იმისთვის, რომ საქმეს წინ წარ, ანუ ადამიანები რო უყურებენ, რომ ნახე, მახარა თუ მივიდა არტეხავს და ესეთმა ტიპმა ცოტა მე ისეთ ისამაკ იმიჯო რაღაცები არ უნდა ვილაპარაკო ალბათ რა და ეგ ტიპმა თუ რაღაცები გულჩვლა просто ამოუშვა ორგანიზმიდან და ილაპარაკა ესე იგი მოსულა რა და არ ტეხავს მაგრამ ეხლა საჯაროდ მე ვილაპარაკო ჩემ პრობლემებზე ისევ გამირბის ნახე დაგინდობ თუმაჩ არ იქნება გპირდები მე დამინდო ხო არ გატირებ მაგრამ მაგ სალფეტკები მართლა გიჟი ხوار გონია ნუ რა ვიცი ჩემს ძილებს კი არ არსებობს მე რა გავიგე იცი ხალხი წერდნენ რომ ჩემთან წერდნენ რომ მოკლედ ჩემი მეგობრები მე რომ מחარაო თუ ატირაო იქნება უტოპესიო ჩემ ტილს არაფერი არ უნდა მართლა ხო ვიცი აი ის პინგვინი რომ მიდის გზაში უნდა დაცემო ერთ-ერთი კადრი დაკლოს გზაში უნდა დაცემულიყო და მონკულარიყო და მორჩა გეტირება ვიდეოებზე ბიჭო გეტირება მეტირება ბღავი რა პინგვინი რა და წარმოიდგინე ვარდება შანსი არ არის ეხა იმდენი ვაგინე ეს ორი დღე ვაკეთებს რომ იმაზე ხიდი რო ამოდის ჯარისკაცის მამაში და מחარაშვილი რო წერია ოკეი ისდეს ყველა ჩვენი ის მოკლედ აი სიამაყე როცა მეუფლება და ვთვლი რომ იქ შეიძლება ეგეთ რამე მეც გამეკეთებინა ჰა ეგ ფილმია ხო იცით არა რა მნიშვნელობა აქვს რა აი ბოლოს ვიტირე იმაზე ძალიან ბევრი აფროამერიკელი ბავშვი როა და ველოსიპედს მოსთხოვს მამამის და ბოლოში წყალი ანუ იმაზე კი არ ვიტირო ამან ველოსიპედი მის სააწყეს კი არა წყალი რო გადმოვიდა ანუ მიზანს რომ მიაღწია რომ დაუმტკიცა რა ხო ჩემში დამცინს ხომ ტირის ნახე მულტფილმებზე კიდე იმაზე ვტირი ხომ ბოლოს როდის იტირე მე ძალიან ხშირად ვტირი აი ბოლოს როდის იტირე რა მულტფილმს უყურეთ რაღაცა მულტფილმს უყურეთ მე და ალექსანდრე და ისიჯდა და იკრიჭებოდა და მე ბღაოდი იმიტომ რომ მე რაღაცებთან დავაკავშირე ანუ არაფერს სიამაყის ანუ კი არ მეწოდება რაღაცა ამაყი ანუ იმდენად ამაყი ვხდები რაღაც დროს იქ რო ფაქტი ხდება რომ გეტყვი რა იხვი რო არის მაგაზე უეჭველი აბა იხვი რომ მიფრინა რობოტზე როა ხო რობოტი და იხვი რო wild robots ქვია wild robots ხო უეჭველი გიქნებოდა მამაც და შვილის ურთიერთობას გავს ბოლტოზე ბოლტო არ არის ბოლტო არის რომ უჭერ ხოლმე ხო ბოლტოზე მაქვს ძალიან ბევრი ბოლტო და კლუჩი ბოლტოზე მანერია ხრიანი კლუჩი აუ გიორგის რო ვკითხე კალას წეგან მაგას კითხავ რა შენც რომელი დისნეის პერსონაჟთან გააკეთებდი ასოციაცია მე რავი მე სულ კიდია დისნეის პერსონაჟები ისე რამე პერსონაჟები წიგნიდან ფილმიდან პაპაი აუ ის პანახს რო ჭამს ხო აუ გამახსენდა ხო აუ ბასარიან ისა ქიშოი თუ Teenage boys ambo. რომელი პაპა დებილია მე გეუბნები აუ აჩიკო დაგლიჯა აუ კაია აუ არ ვიცი აი შენერი მოძღლეზილი კაცი აქ მე წარმოდგენებში უფორმოა რაღაცნედრო მე ძალიან მყავს ოცნება რა აი მართლა პაპაი მეც მიყვარდა ძალიან იმას კი ვიზახ მაგრამ ძალიან მიყვარს ოცნება იმიტომ რომ ამ ოცნებაში შემიძლია რომ რაღაცები ისე ვაკეთო რასაც აი კინო მინდა რომ გადავიღო რომ ვერ ვიღებ შემიძლია რომ 15 წუთიან ოცნებაში ისეთი რაღაცები ვაკეთო რომ აი ჩემი ეგო მოვიფხანო რა ან ძალიან კარგი ფილმი გადავიღო გავხდე რუსეთის დამპყრობელი მოვკლა პუტინი ისე რომ შემოდიოდა საქართველოში სტრიბეწელების შემოდიან და ხალხი ტარს ანუ რაღაცები მაგ ხომ რა ისეთი ფილმები სადაც თავის მუსიკი და თავის ყველაფერს და აი გამოდიოდა ხოლმე ძალიან ასიამოვნები რა იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი გახდეს მაგრამ ამას როცა ვაკეთებ ძალიან ყოფილი ვარ ხო რა რაღაცებში ვიხარჯები რომ თუ ვიბოღმები რა აი რაღაცა შემოიჭრა რუსეთი ჩვენთან და ეს ბოღმა მაქვს რომ სილა მინდა რომ გავაწნა რა რამით ზიანი მივაყენო და ეს სლობოდას არ ყიდვა არ არის რა ეს სილის გაწნა ზედ ჩავასხავ თუ არა ეგ არ მგონია იმისთვის სილის გაწნა მე უშუალოდ ტიპის და თვალს დახუზა შეგიძლია რომ ჩუმად შეიპარო აიყვანო ეს პუტინი აქ შენზე გამოაცხადო რომ მოკვდა მაგრამ რეალურად ამ დროს დიდ საქმეს აკეთებ სტალინი დაიხმარო რაღაცები არის ხოლმე რა ის ერთობი
მაგაზე კიდე კაი რაღაც გასწავლო. ეგეთი მაგარი აგრესია როცა მომცვა იგინდა რომ რაღაცა დააშაო რა. დაუშაო იმას ვიღაცას. კონკრეტულ ადამიანს ხა პუტინი ავიღეთ თუ გინდა. უნდა დაწერო წერილი. იმას პირველ პირში რომ აი მაგალითად პუტინს მიწერო წერილი რა და რაც გინდა რომ უთხრა, ყველაფერი უნდა დაწერო ოღონდ. ფურცელზე პასტითან ფანქრეთ. სულ რამე სიძახი. მახარა ვიდეოებიდან ეუბნება ხო? ეხა მთელმა ხალხმა ჰეითერებმა მიხვდნენ რომ აგრესია უნდა გამოავლინონ წერით. ფურცელზე. მაგიტო თქვი ფურცელზე კალმით. კლავიატურის ლომობას დავარებოთ თავი ფურცელზე კალმით. კალმით. წერა აღარ გახსოვს ხო? აი მე ნახ წერა აი. აუ მე არ წამომიღია ფურცელი და პასტა, თორე ხელნაწერის ექსპერტიზას გაკეთებდი. რა? შენი ხელნაწერის ექსპერტიზით გეტყოდი როგორი ხარ შენ. ჯერ უნდა გაიგო იქ რა წერია. რა ვერ გაიგე. მინდა ჩაოლებრი და პასტა. ვერ გაიგებ რა ეწერა. რას ვერ გავიგებ, ხელნაწერის ექსპერტიზა კეთდება. 2014 წელს ვისწავლი ჯერ კიდე. რატო წერო? ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩი. ნახე რა დაწერა. 1-5 ხაზი დაწერე ლათინური ასოებით. ან ქართული, როგორც გირჩევდი. ქართული მისიონი. კაი, როგორც გირჩევდი. ლათინური ჩემ მანქანის ნომრებს ვისაწერ. ეხა ამაზე როწოს კარგია? არა უშავს. 1-5 ხაზი. ვის მივწერო? რაც გინდა დაწერე, არ წავიკითხავ ტექსტს. უბრალოდ შევხედავ რაღაცებს. ძვირფასო სანტა. წელსაც არ მომიტანე 5-იანი კლუჩი. ჩემ მეორე არხი ცუდი ხელოსანი არც წარმატებული აღმოჩნდა როგორც ჩემ პირდი. შიდა წილო მეშრა ეგ ხარ. არა უშავს. მაინც ორ თავს უკეთებ ხოლმე ზევით და რომელიც გე იმათ ჩათვალე. ვიგულისხმებ მე ერთ-ერთს, რომელიც მოუხდება იმას ვიგულისხმებ. ბიჭო, ეს ჩაცმულობაზე რაღაცა ბევრული რაღაც ნამეტანი ასაკოვანი კაცივით. რა შემე აგეთ ზაგა საეჭო კაცი. არა, ფერები. დღეს მაგრად არა, ფერებს გეუბნები. ძალიან მიყვარს მე მწვანე. რომელი პაპაი ხარ? მაგიტო ვთქვი, პაპაი მეთქი რა. ხო და მულტფილმი პაპაი. კაი, მეყოფ. ოკეი, რომელი პაპაი? გავიგე. ოკეი. აუ, ცოტა რაღაცას ვიტყვი. კი. ოკეი. მოკლედ რაც ყველაზე მკვეთრად ჩანს არის ის, რომ ფულის ფანდო გიყვარს მაგრა. ეხა მაგას იმიტომ რომ უფრო ვიცი რომ წეგან იმერეთი და შიდა ქართლია მასქანი აჭიდავებ. რაღაცების დამთავრება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად არ ამთავრებ. იწყებ და არ ამთავრებ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად იცვლი ხოლმე გადაწყვეტილებს როგორც ის. მორჩა პოდკასტი. მე დიახ თქვა. დამთავრდა პოდკასტი საუბრობ. ხო, კარგი რა არის, ცი დეპრესიის ფონი არა გაქვს და ძალიან მაგარია. ხო, საერთოდ არ გაქვს. მაგრამ პატარ-პატარა სტრესები არის. ფანტიაობას თუ მორჩები, აშენდები. რანაირად მორჩი, ეგ არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომ აი ხო. რანაირად მორჩი. მოდი სესიაზე. დაუწერეთ. კი, დაუწერეთ რა, რომ מחარა მიდი სესიაზე. ფანტიაობას როგორ მორჩი. ამის დაგეხმარები. ტაბლეტი ხო არა? ნინო, იმპულსური ისინი აქვს ხოლმე ამას რა. იმპულსურად რაღაც ძალიან უნდა უცებ, ოღონდ პროსტა ხო არ ვიყიდო კი არა, ის უეჭველი უნდა ვიყიდო აქ ხოლმე. ვიცი და სწრაფად ყიდულობს. სწრაფად ყიდულობს და 3 დღეში ავიწყდება. კი, ოღონდ აი ესე ყიდულობ ხო ტაცებით. ხო, მოდი სესიაზე და კითხავ, რამდენ ემაზე მოხვალ ლაიქს? რამდენი ლაიქი უნდა კონდეს ახლა ამას რომ მოხვიდე სესიაზე? 15000. გრას ამ პოდკასტს? ამ პოდკასტს. 15000 ლაიქი. არის შანსი, კი. ოკეი, და ლაიქეთ მეგობრებო. თვალი მოჭუტა რაღაც მეტი ხوارნა მეთქო. არა ეცია მე ის არ მინდა რომ ხა რომ მივიდეს ესე მაგას ფულის გადაყრა გამომივიდეს, გაიგე და ხო დავიწყო მეთქი უკვე რა. სესიაზე პოდკასტში. პოდკასტი. და იქ უფასოა პოდკასტი? თვითონ იქ უფასოა. იდეკა. იქ უფასოა. მე მინდა თქვა რომ ერთი ამოსუნ თვით ჩაია რა ამ საათლამორმა. ხაბატო ნინო, თქვენ ახართ ოქრო რა. რომელიც ახლა ხანს ვიპოვეთ ქართულ YouTube-ზე და ძალიან კარგია. აი რამდენად იქნება ეგ ხო, მე მგონი რომ დორი არ იქნება რა. აი შევხედავ ხა გიგის პრობლემები აღმოფხვრას. პირველი სტუმარი რეჰანს არაფერი პრობლემა არ აქვს. დახალალო არის. რა პრობლემა აქვს არაფერი. გიგის აქვს პრობლემა თუ სუკუბოში უნდა და ხო, მაგაზე ვილაპარაკეთ. რაღაცა უნდა და ჩემზე ძალიან საერთოდ ყველაზე ძალიან საინტერესო გამოვა ცალკეულად მაყურებს უკვე და ძალიან კარგია რომ
ეგ ერთი ნაბიჯი წინ წაგწევს ეს რომ ვისწავლოთ პრობლემაზე ლაპარაკი მინიმუმ იმ ადამიანთან ვისაც ფულს უხდით. ანუ წარმოიდგინეთ რომ ფულს უხდით იმაში რომ აი ამ პრობლემაზე ვინც არ გვისმენ და აი უნდა მოგვისმინოს. ანუ ფულს გიხდი მოისმინე პრობლემა. რაღაც ცოტა თავიდან ეგრე შევხედოთ აგრესიულად, იმიტომ რომ ლიჟბი მივიდეთ არის და ნუ უკვე საუბარს რო გააგრძელებთ, მე მგონია რომ რაღაცები ხო მე ძალიან მიხარია რომ ეს ჩვენი სივრცე სადაც ვართ ამდენხანე ვითარდება თან ასეთი ადამიანები რომ შემოდიან ძალიან მიხარია ეგეც და შეგრძნება იმის რომ უბრალო გართობა და ღლიცინს გაცდა ეს ყველაფერი და რაღაც სერიოზულს ვაკეთებთ ეგ ჩვენს გვიხარია და წარმატებებს გისურვებთ და ყველანაირად თუ რამე გვერდში თქმა დაგჭირდათ ყველა კუთხით თქვენს გვერდში გვიგულეთ ყველანაირად მადლობა ძალიან დიდი პრომოკოდი კი იცით მიხოთ კი. ფუდკასტერს მოსულებ ერთად არ მივხვდით 10 და 15 კი დარეკეთ და ფუდან ვართ და იქნება აუცილებლად ძალიან კაი ძალიან დიდი მადლობა მადლობა დაგემშვიდობებით ეს იყო ჩვენი პოდკასტი უცნაური დღეს ღლიცინი იყო ხო როგორ არის ერთმანეთის ემოციებს გადავუარეთ და მაინც კომენტარებში დაწერეთ რომელი პაპაი ქიშოი თუ მამის მხრიდანა მეორეს ღაჟღაჟა ერქვა ოღონდ ფსიქოლოგი არ იყოს და რაც გინდა ხო არა ეგ არა